მშვიდობისა ეს არის რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. შვიდი წლის წინ აქ ამ მიწაზე ხალხს ხოცავდნენ. 7 წლის წინ აქ რუსული ბომბები ცვიოდა. 7 წლის წინ აქ სახლები იწოდა. საზღვრის გადმოცემიდან მე-6 დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება უკვე თავისუფალი გადაადგილება აქ ამ ტერიტორიაზე, როგორც ახლა ხედავთ, წინ ქართველი სამართალდამცველები გვაცილებენ საზღვარი, ბევრად უფრო ვიწროა ვიდრე ეს 6 დღის წინ იყო. ამის იქით ვეღარ გადავა. სამშობლო რომლის საზღვრების ნელ-ნელა ვიწროვდება, გუშინ ქართულ სოფლებში კიდევ ერთხელ შევიდნენ რუსი ჯარისკაცები ჩემს უკან ეხლა ქართული დროშა ფრიალებს, მაგრამ ქართულ ჟურნალისტებს სამართალდამცველები ამ დროშასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევენ. გვეუბნებიან, რომ ისევ ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს საღამოსაძე რეაქციაში მწვავე დებატები მათ შორის, ვინც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და ვინც ცდილობს, რომ რაღაც არგუმენტებით გაამართლოს დღეს სეზონის ბოლო რეაქცია. რისთვის ავირჩიეთ აბა ეგენი? იმისთვის ავირჩიეთ ხელფასები და პრემიები იყო თუ რისთვის ავირჩიეთ? ჩამოვიდნენ და ხალხის მდგომარეობა ნახოთ. მურად ჯიოევისა და ბერძენიშვილის აზრები დაემთხვა ერთმანეთს. ის კაციც იმას ამბობდა, რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არის და ჩვენ კიდევ ავადგენთ და კიდევ დავდგამთ ვანერემსო. არც ასე შეში რა უნდა ჩვენ ამ ძალა გვაქვს. 7 წლის შემდეგ დღეს რეაქციაში საღამოსაძე ყველაზე მთავარი თემა რუსული ოკუპაცია. დღეს დილიდან სოფელ წიტლუბანსა და ხურვალეთში ჟურნალისტების და მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. გუშინ ჟურნალისტებმა ამ სოფლებში გადაადგილება ქართული სამართალდამცველების კორდონით მოახერხეს. იქ მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. ხალხი ღამეში შიშის და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ატევს. მე-7 დღეა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქოს უცის მილსადენის დაახლოებით 1600 მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები. რუსი ოკუპანტები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი და რამდენიმე ასეულ მეტრში იმყოფებიან. სადამდე და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მცოცავი ანექსია, რასაკეთებს ხელისუფლება ამ ყველაფრის აღსაკვეთად არის თუ არა მოსალოდნელი სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, მით უფრო რომ ერთ კვირაში თბილისის ოლიმპიადა იხსნება თბილისში. ვის იმედია საოკუპაციო ზოლთან დარჩენილი მოსახლეობა ამაზე ადგილობრივების მოსაზრებებს რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში მოვისმენთ, აქვს თუ არა კარასინთან მოლაპარაკებებს აზრი, მაშინ როცა საქართველოს საზღვრები ყოველდღიურად ვიწროვდება და რატომ ვერ გასცდა ეს ყველაფერი შეშფოთების პოლიტიკას. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში პაატა ზაქარეიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ეკა ხერხეულიძე სტუდიაში წარმოდგენილია. ძალიან საინტერესო აუდიტორია და რეაქციის დებატების მაგიდა. დავიდრე დავსვამ პირველ კითხვა სტუდიაში, მანამდე ჩვენი ინტერაქტივი. ჯერათ თუ არა რომ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასო, ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია და ეს მოსაზრებები გადაცემის მსვლელობისას გავა პირდაპირ ეთერში. მას ასე სეზონის ბოლო რეაქცია მთავარ თემას ეთმობა. რუსული ოკუპაცია. პაატა ზაქარეიშვილი არის უკვე ხაზზე, თუმცა მანამდე პირდაპირ ეთერში გვერდება ჩემი კოლეგა ლევან ჩხაიძე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმყოფება. ეხლა ლევან, საღამო მშვიდობისა. რა ხდება ამ წუთებში მანდ? საღამო მშვიდობის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან. ეს არის ბოლო საგუშაგო პოსტი, რომლის მიღმაც უკვე ჟურნალისტებს მუშაობა გვაქვს აკრძალული. აქ ახლა შედარებით სიმშვიდე არასაც ვერ ვიტყვით რამდენიმე საათის წინ არსებულ მდგომარეობაზე. ახლა ჩემთან ერთად იმყოფებიან სოფელ ხურვალეთის მკვიდრები, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ თავისუფალი ზონის წევრებს. თუ რამ გამოიწვია ეს უთანხმოება, ასევე რა ხდება სოფლებში, რომლებსაც სოცავი ოკუპაცია შეეხო და როგორ აქცევს ამ ადამიანებს ყურადღებას ხელისუფლება. სწორედ ამ კითხვებზე გაგვწმენ პასუხს ჩვენ სოფელ ხურვალეთის მკვიდრები. პირველი კითხვით მინდა გადავიდე ილია კუდუხაშვილთან, რომელიც იყო ამ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე. რა მოხდა აქ რამდენიმე საათის წინ, როდესაც სოფელ ხურვალეთის მკვიდრებს ჰქონდათ სიტყვიერი და ასევე ფიზიკური დაპირისპირება თავისუფალი ზონის წევრებთან? რა მოხდა 3 დღის წინ შემოვიდნენ პროვოკატორები, მოტეხეს ბანერი, სადაც მოქცეულია ჩვენი ბაღები და მოსავალი გვაქვს იქ დარჩენილი. ნება ქონა დაგხვდილობა აგვიღო ჩვენ ეს მოსავალი შემოვიდა. მინდა გქოთ ეს ნება. ცხინვალის ხელისუფლებიდან იყვნენ წარმოადგენლები ჩამოსული
რო ჩამოვიდნენ სალაპარაკებლად, გამოიქცნენ, მიგვატოვეს ჩვენა, თვითონ გამოიქცნენ და მიგვატოვეს ჩვენ. ჩვენ დავილაპარაკეთ და გვითხრეს, რომ აიღეთ მოსავალიო, ხოლო ბანერი თუ კიდე მოწყდება აღარ შემოგიშვებთო. დღეს იგივე განმეორდა, ჩამოვიდნენ დღეს აქ, დავხვდით ჩვენ მოსახლეობა, რომელმაც არ შეუშვით. ამას მოყვა მე შეხლა შემოხლა სად უნდათ შესვლა ამ ადამიანებს? იმ ადამიანს შესვლა უნდა იგივე შესულიყო და ბანერი მოეთეხათ. ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ თუ კიდე მოტყდებოდა აღარ შეგიშვებთ მოსავლის სასაღებათო. შევიდნენ მოტეხეს, გუში კიდე იყო ბარნოვი მოსული, საიანად გამოიქცნენ. ჩვენ იმის მაგიერი ხარ, რომ მოსავალი ავიღოთ, დგავარ და ყოველთვის არ შეუშვათ, არ შემოუშვათ კიდე ის ხალხი, რომ არ დაგვიძაბუნ უფრო სიტუაცია. და მე ბატონ ბარონოსო ვთხოვო, რომ ხვალა უნდა შევიდე მე იქ კომბაინის ასაღებად, მოვიდეს დამიჯდეს და ჩემ გვერდზე იჯდეს იქა. და თუ წაყვანა ერთად წავიყვანოთ ცხინვალში. თუ მაგარი ბიჭებია მოვიდნენ და გვერდზე დამიდგნენ. მე მაგალ კომენტარს ვაკეთებ. რა სიტუაციაა ამ დროისთვის სოფელ ხურვალეთში და სოფელ წითელუბანში? არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ეს სოფლები დაიცალოს მოსახლეობისგან? დღეს მდგომარეობით მშვიდობა, მაგრამ ხალხი მაინც შეშინებულია, იმიტომ რომ საზღვარი ძალიან ახლოს არის, თითქმის 3 გვერდი გვიფარავს, 3 გვერდს გვიფარავს საზღვარი. ხალხი უკვე ფიქრობს, თუ ესე გაგრძელდა და არ მოისვენეს თავისუფალი ზონა იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა, თუ არ მოისვენეს და რაღაც პროვოკაციებს მიყვეს ხელი და გაართულეს, ფიქრობს ხალხი, როგორც 2008-ში იყო, იგივე არ მოხდეს და ფიქრობს იმას, რომ რაღაცა მიხედოს, წამოვიდეს თავის ოჯახი, რაღაცა გამოიყვანოს, უკვე იმ ჭკუაზე დგას ხალხი. ანუ ნაციონალური მოძრაობა არის მათთვის საფრთხე და არა დავშვათ იგივე ის რუსები, რომლებიც შესულები იყვნენ გუშინ და დღეს სოფლებში. არ არის საჭირო ეს ბანერების ხევში გადაყრა და თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თქვენთვის საფრთხე და არა ის ოკუპანტები, რომლებიც ავლებენ საზღვრებს, თქვათ იგივე თქვენ სოფლებში? რა თქმა უნდა, არ არის აქ საზღვრების გავლება საქართველოს საზღვარი არის კავკასიონის მთაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით უნდა მოგვარდეს ყველაფერი ცივილიზებულად. ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთელი ხეობა დააკარგინა, ისე აკეთებს, ისე იქცევა, ეგენი სხვა იდეოლოგიით მუშაობენ. არ შეიძლება ესე. პოლიტიკოსებმა უნდა დიპლომატიურად მოაგვარონ ყველაფერი. და საინტერესო თქვენ საუბრობთ პოლიტიკოსებზე, სოფელში თუ იყვნენ ჩამოსული ადგილობრივი ხელისუფლების ან თქვათ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, მას შემდეგ რაც ეს პროცესები დაიწყო. თუ შეხვდით ვინმეს? ეგეთი დღეს არავინ დღეს იყვნენ, გუბერნატორი იყო მოსული დღეს და სხვა დროსაც კი ჩამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ შედიან და სოფლის გასაჭირზე კონკრეტულად ვინ იყო ჩამოსული უკაცრავად თუ შეიძლება კონკრეტულად ვინ იყო ჩამოსული გუბერნატორის გარდა და იქ მოსახლეობა მეუბნებოდა მე პირადად რომ არავინ არ ჩასულა მათთან ხელისუფლებიდან ჩვენი მაყურებელი მოისმენს ამ ინტერვიუებს მანამდე მაინტერესებს კონკრეტულად ვინ იყო ჩასული ამ მეშვიდე დღეა უკვე და ამ დღეების განმავლობაში ხელისუფლებიდან აქ ამბობენ რომ ჩამოსული იყო ეს სოფელში გუბერნატორი, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები მათ არ უნახავთ და არ შეხვედრიან ამ ადამიანებს და შესაბამისად ისინი აცხადებენ რომ ცენტრალური მთავრობიდან სოფელ ხურვალეთში და ასევე წითელუბანში ამ დღეებში არავინ არ ჩასულა. რა გაქვთ თქვათ მთავრობისთვის სათქმელი, რა არის თქვენი სათხოვარი, რა გჭირდება? სათხოვარი არის ის რომ ისედაც გაცხადებული იყო ბატონი პრემიერის მიერ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კონფლიქტის ზონის სოფლებს. გექცევათ ყურადღება? კი, ნაწილობრივ დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ დასამთავრებელია გაზიფიკაცია, სასმელი წყლის და ყველაზე დიდი გასაჭირი რაც არის სარწყავი არხით არ მარაგდებით, სარწყავი წყლით. და მე ვთვლი რომ საქართველოში ყველაზე დიდი ველი, ტირიფონის ველი გარკვეული დანაშაულიცაა რომ გასარწყავებას არ ექვემდებარება. და ჩვენ იძულებულები ვართ ისედაც ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიხდება მოსავალს ვერ ვიღებთ ვინაიდან სარწყავი წყალი არ მოეწოდება უკვე რამდენიმე ხანია და ვითხოვთ ხელისუფლებისგან მეტი ყურადღებას. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ისევ ყოფილი გამგებლის ბატონი ბარნოვის არაეთიკურმა და უზდელურმა საქციელმა, რომელიც გამოხატული იყო სამართალი ორგანოების წინაშე. მას უნდა ჰქონდეს როგორც ყველა მოქალაქეს თმენის კულტურა, მასეთი საქციელით უფრო ძაბავს სიტუაციას. თვითონ ბრდამდებოდა რამდენიმე წლის წინ გუბერნატორი ერთხელაც არ მოსულა ხურვალეთში და არ დაინტერესებულა
ხურვალეთის პრობლემებით, როგორც სოციალური, ისე ეკონომიური პრობლემებით. ახლა რატომღაც დიდი გულშემატკივარი გამოჩნდა და აწყობს პროვოკაციებს, ერთ სიტყვით. ჩემი სურვილია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებამ ეს უფრო ცენტრალურ ხელისუფლებას ეხება მეტი ყურადღება. ჩვენ არაერთ გზით მივმართეთ. ჩვენთან მოსაწესრიგებელია გზა 4 კილომეტრიანი გზა. არა და მთელი ქვეყნის ელჩები ჩამოდიან, ათარიელებენ ისეთი დანგრეული გზებია, რომ შეგშვირდება. შედეგი რა? შედეგი ჯერჯერობით არაფერია და ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ კონფლიქტის ზონის მადლობა, ლევან. შესაძლებლობა, როგორც დემოგრაფიული, ისე შესაძლებელია დაიცალოს მიმდებარე სოფლები. აი ესეთი არის სიტუაცია ამ დროისთვის სოფელ ხურვალეთთან და ის ათქმელი, რომელიც ხელისუფლებასთან ჰქონდათ აი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან ჩემს გვერდით და რომლებმაც უნდა გაიარონ რამდენიმე საგუშაგო პოსტი იმისთვის, რომ მივიდნენ საკუთარ სახლებში. ამ ადამიანებს ჩვენ მშვიდობას უსურვებთ და გადაეცით ჩვენგან, რომ ყოველთვის, როდესაც მათ დასჭირდებათ პირდაპირ ეთერი იმისთვის, რომ მათი სათქმელი თქვან, რეაქცია მათ ამ ეთერს დაუთმობს. დიდი მადლობა, ეს იყო ლევან ჩხაიძე. მე სანამ ვუსმენდით ჩვენ ადგილობრივების ჩათვლას, მანამდე აქ სტუდიაში უკვე გაიმართა ერთგვარი კამათი მეგი გოჩრიძესა და ოთო აბესაძეს შორის, ოთარსა და მეგის შორის, თუმცა არ ვიცი პირველ კომენტარს გააკეთებ თუ არა ქალბატონო მეგი, უკმაყოფილო იყავით რაღაცაზე, როცა ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობდა, ახსენეს ნაციონალური მოძრაობა, მოგისმენთ თქვენ და შემდეგ პაატა ზაქარაიშვილს ჩავთავ და გადმოვინაცვლებ ძალიან მალე სტუდიაში. რა არ მოგეწონა? აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონს, როდესაც ამბობდა, რომ ხვალ ვიღებ მოსავალს, ჩამოვიდეს ბარნოვი, დამიჯდეს და ერთად შევიდეთ. ბარნოვი კი არა. აი ის ვაჟკაცები ეგრეთ წოდებული ბილეთების რიგში რო ათენებდნენ მთელი 10,000 ქართველი ვაჟკაცი ან აი ამ დარბაზში რამდენი ხათ ერთი ვინც იმ ბილეთების რიგში იყავით რა მაინტერესებს და გიცნობთ კიდევაც ვინც იყავით იქ ძალიან საინტერესოა რა აი იქ უნდა იდგნენ ეს მთელი საქართველო უნდა წავიდეს აი საოკუპაციო ხაზთან მთელი საქართველო იქ უნდა იდგეს დღეს და აი იმ ხურვალეთის მოსახლეობის მხარეს უნდა იყოს და ერთი კარავი კი არა რო ააშლევინა პოლიციამ გუშინ მთელი იქაურობა სულ კარვებით უნდა იყოს მოცული რა და ყველა კარავში უნდა იყოს აი ის ვაჟკაცები ათობ და ტაბურეტებით რო დასდევენ აქ ჰომოსექსუალებს აი ის მამაოები უნდა იყვნენ დიახაც იმ საოკუპაციო ხაზთან ის სასულიერო პირები საკუთარ მრევლს უნდა მოუწოდონ იქ წავიდნენ და ვიღაცის საწოლში კი არ იყურებოდნენ აი იქ უნდა დადგნენ და საკუთარი ტერიტორია უნდა დაიცვან რა სიცოცხლის რისკის ფასად კი ბატონო ვატყობთ ახლა სიტუაციას მაქსიმალურად ამწვავებენ ეს არის ჩვეულებრივი დადგმული სპექტაკლი პირველი პროვოკაცია ახლა უყურეთ გაკეთებულია სპეციალურად სულიერი თვალსაზრისით მამაოებზე გაკეთდეს აქცენტი გაკეთდეს 17 მაისზე რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის როდესაც მოდი სახელი დავარქვათ ყველაფერს როდესაც ქალბატონი მინისტრი მიდის და რაღაც საიდუმლო განცხადებას დოკუმენტაციას ხელს აწერს ამ დროს როდესაც განცხადებას აკეთებს სეპარატისტული ხელისუფლება ვთქვათ იქ რაღაც განცხადებებს აკეთებენ ამ დროს როდესაც წვრთნები მიდის ეს ტაკი მასხარა ბარნოვი სპექტაკლებს აწყობს ეს არის ჩვეულებრივი დადგმული პროვოკაცია ჩვენ მიშას დადგმული ისიც გვახსოვს განმუხურში რომ რუსებს უკან დაახევინა იმით ვითომ ავტომატი და იგივე გაიმეორა ბარნოვი მოიცა დადგმული პროვოკაცია იქ ჟურნალისტები იყვნენ პირველები რომლებიც სხვათა შორის ჩავიდნენ ჩემი კოლეგები და ალბათ მე მათ მივცემდი სიტყვას კი ეხლავე მოკლედ მეგი და შემდეგ მოკლედ ვერა მაშინ ჟურნალისტი და მე რომ მე ისე გადმოვალ ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღეს ჩვენ რო გვიქნევს აქ დიდს და მესის რო დააბრალა ლამის ის რო ეხა საზღვარი გადაკეტილია ესენი არიყვნენ თავის ჯიპებს რო ასწრებდნენ ციხელთზე 2008 წელს ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ არის ვისი და დამსახურებითაც 20% საქართველოს ტერიტორიის დღეს რუსი ოკუპანტების ხელში არ არის ესენი ყველაფერს გააკეთებდა ნაციონალური მოძრაობა ისლამური სახელმწიფო შემომყვანებით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ყველაფერს გააკეთებდა მადლობა არჩევნები არ უნდა თქვენ წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის პროვოკატორ წარმომადგენლებს სიტყვას მადლობა მე გთხოვ ძალიან გთხოვთ ვიცი რომ იქნება ერთი წუთი შენ ვინ ახარ შენ ერთი განცხადება უკაცრავად
მოგცავად. შენი საქმე არა. ზურა, თუ შეიძლება ძალიან გთხოვ. პროვოკატორები. ძალიან ყველას ხო პერიცხო უყურებთ ამას და ერთი წამით მე მინდა გთხოვოთ ერთი წამით მოგცემთ ეხავე მე მინდა გთხოვოთ ერთი რამ პატა ძალიან ძალიან გთხოვთ ერთი წამით ეხა მე როგორც გადაღემის წამყვანმა მინდა ვთხოვოთ თითოეულ ჩემს სტუმარს მესმის რომ თემა არის ძალიან მწვავე მაგრამ ერთმანეთს უნდა ვაცადოთ იმიტომ არის აქ ყველა პოზიციის ადამიანი რომ ყველას უნდა მოусმინოთ გისმენთ და შემდეგ გოჩამის წყულავას გისმენთ კი ბატონო უბრალოდ უხერხულია რა ჯერ შენ ვინახა თუ გაინტერესებს მოგმართავდი და მოგეხედა რა ძალიან ხო იმიტომ რომ ისეთი ტონი არა ისეთი ტონით ვისაუბრებ რომ ერთმანეთს მოусმინოთ ისეთი ტონით ვისაუბრებ თუ გაინტერესებს თემასთან დაკავშირებით რამე ასუხი თუ გაინტერესებს გეუბნები მეთქი და ეხლა თუ მას აუწევ მე საუწევ და ვისაუბროთ ესე რა ვერ შენ გაიგებ და ვერ შენ დავტოვებთ ხალბატონი და სტუდია არა სტუდია ქვეყანაულად რატოს დამნაშავე ორგანიზაცია მოგით ერთი წამი თქვენა ქვეყანაში იქნებით არაფერი არ ეშველება მე უნდა ერთი წუთით რა უკაცრავად ერთი წუთით თუ არ დამემორჩილებით მე გთხოვთ მაშინ რომ სტუდია დატოვოთ იმიტომ რომ ყველა სტუმარი ვინც აქ არის მოწვეული მათ აქვს თანაბარი სიტყვის თქმის უფლება და მე გთხოვთ ასეთი ერთმანეთის შეურაცხყოფების გარეშე მოისმინეთ განსხვავებული პოზიციები გისმენთ ბრძანეთ მინდოდა თქვენ ბრძანებდით ზუსტად და დაძაბვისკენ და რაღაცა ურთიერთ შეურაცხყოფისკენ რო არ წავიყვანოთ ეს საუბარი მოდი თემას დაუბრუნდეთ და ნუ მიმართავთ ერთმანეთს შეურაცხყოფელად და დანარჩენს მოგახსენებთ კარგი გოჩა ბრძანეთ პროვოკაციაო და მოდით პატა ზაქარეიშვილს ჩავთავ პირდაპირ ეთერში და გადმოვალ ისევ სტუდიასთან გისმენთ პირველ რიგში ალბათ მართალია თემა არის მძიმე და ამ თემიდან გამომდინარე უმჯობესია ჩვენი პოლემიკა იყოს უფრო საქმიანი უფრო მეტი მოусმინოთ ერთმანეთს და კონფლიქტში ნაკლებად შევიდეთ მე ვარ პროვოკატორი ერთი იმიტომ რომ მე ვიყავი ამ ჟურნალისტების აქციის ორგანიზატორი და ძალიან ცუდად მომხვდა ეს ყურში 2013-ში ერთად ვიყავით ჩვენ და მე მგონი მაშინაც მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი როდესაც მოხდა ასევე საზღვრების გადმოცემა მე მგონი მაშინ არ ყოფილა არავითარი პროვოკაციის შემადგენელი ეს ქმედება ამ წუთას მე ალბათ მომეცემა ერთხელაც საუბრის საშუალება მაგრამ ამ წუთას საუბარი არის იმაზე რომ ჩვენ ის ჯგუფი რომელიც ჩავედით იქ პირველ რიგში ჩავედით როგორც საქართველოს მოქალაქეები და მერე ვიყავით ჟურნალისტები აქედან გამომდინარე არავითარი პროვოკაციული ქმედება იმასთან დაკავშირებით ან აფილირება რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფთან არ მომხდარა და მე ვთქვი ერთი რამ და გამიმეორებ მიუხედავად იმისა როგორი შეფასება მოყვება ამას ან როგორი შეფასება მოყვა ეს იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის პროფესიული თვალსაზრისით დაწერილი ყველაზე კარგი ნიუსი ყველაზე სწორი ნიუსი თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არც ერთ საზოგადოებრივ სხვა ჯგუფს რომელიღაც მართლა პოლიტიკურ ძალასთან აფილირებულს არ მიეცა თქვათ იგივე ქმედების ჩადენის საშუალება და ჩვენ გავაკეთეთ ეს რამდენად მართებული ან არამართებული ეს სხვა მომენტი არის და ამაზე შეიძლება ვისაუბროთ თუნდაც იქიდან გამომდინარე რა კომენტარებსაც ვისმენთ ჩვენ ხელისუფლების სხვადასხვა წრეებიდან გამომდინარე ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არის და დღეს იყო გაეროს გენერალური მდივნის განცხადება დღეს იყო რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება რომ რუსეთი არ ღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოიწევს ჟურნალისტების მოქალაქეობრივი პოზიცია ერთ სიტყვი მე არ ვიყავი იმ დღეს თბილისში თორე მეც ვაპირებდი რომ შევერთებოდი ამ აქციას ბრძანეთ ოთო და ჩავთავთ პაატა ზაქარეიშვილს გისმენთ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი გამოწვევისთვის მიესალმებით ტელემაყურებელს ჩვენი ძალიან რთული მეზობლის პირობებში გვაქვს მოცემულობა შემდეგი რომ არ შეგვიძლია ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ კარგსა და უკეთეს შორის ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ცუცა და უარეს შორის სამწუხაროდ ჩვენთვის როდესაც წინ გვაქვს ოლიმპიადა რომელიც მსოფლიო მოვლენაა როდესაც წინ გვაქვს სუპერთასის ფინალი და საქართველოში იგეგმება მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებები დავასრულეთ თუ შეიძლება და ამ დროს როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო ინტერესები რომ არ შეუშალოს მაქსიმალურად სახელმწიფოს ხელი რომ მოხდეს ნორმალური მეშვიდე დღეა საზღვარი 500 მეტრი დარჩა 500 ავტომობილი სახელმწიფოს მიცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება ამ დროს ხედავ ჩვენ შემდეგ და სხვა სტუმრებთანაც უნდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი რომელიც აკეთებს შეურაცხყოფას სამართალ დამცავს რომელიც დგას და იქ იცავს აღნიშნულ ტერიტორიას. მეორე დღეს ანუ დღეს ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ შემდეგს რომ
თავისუფალი ზონა თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელიც პოლიტიკური ორგანიზაციის წარმოადგენს ფეხს უწყავს პოლიციის მანქანას შემდეგ მას აკავებენ და ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით აღვირა ახსნილი პროვოკაცია დაგეგმილი ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის სწორედ ეს ქალბატონო მეგი რომ სახელმწიფოს ხელს უშლი ნორმალურად ჩაატაროს სახელმწიფო და სად ხელისუფლებას სახელმწიფოში ცხოვრობ და დღეს არის ხელისუფლება მაგ დროს დიდი ოკუპაციას რუსეთი სახელმწიფოებრივი ვალია რომ სახელმწიფოს ხელი შეუწყოს ყველამ რომ მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ბომბების გარეშე უნდა მოვიდეს მოხდა შემთხვევა ადამიანებს მოქალაქეების ჩართვა იყო ხომ რომ ვერ იღებენ მოსავალს ტყვიები შევიყვანოთ არ მივიღეთ ეს შედეგი ჩვენ 2000 მანილი არის თავარი თუ საზღვრები ამიხსენ სახელმწიფოს მოქალაქე სახელმწიფოს თავარი არის ღირებულება მოქალაქე მოქალაქის ღირებულება არის თავარი მოქალაქე არა გავაჩერე აგანგებოს ნაბები რატომ არ არის გახსნილი გებოშები და ინგლისინების ახილმა მოქალაქეები ვინიცავს არა ზაქარეიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გთხოვთ ძალიან გთხოვთ ყოველგვარი ჩაჭრების გარეშე უნდა მოусმინოთ თითოეულ ჩვენ სტუმარს ამიტომ პაატა ზაქარეიშვილი არა გიორგი როგორმე წავიღო ამ განაცემას ცოტა მაღლა ეს არ გამოვა რა პაატა ზაქარეიშვილი არის პირდაპირ ეთერში მე მინდა მოვისმინოთ მისი შეფასებები ბატონო პაატა სახელმწიფოებისა დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას რა სიტყვით დღეს მეშვიდე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს რომ იქ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მათ არ უნახავთ ეხლა მოვისმინეთ რომ ჩავიდა გუბერნატორი და ვიცით რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გუშინ მე პირადად 6 ადამიანთან მქონდა ინტერვიუ და 6-ვე ამბობდა რომ მათთან არავინ ჩასულა რა ხდება როგორ შეაფასებთ თქვენი რეაქცია უკვე მეშვიდე დღეა საზღვრის გადმოწევიდან მოგესალმებით პირველ რიგში მინდა საქართველოს მუსლიმ საზოგადოებას მივულოთ რამაზან ბაირამი ეს არის უდიდესი მუსლიმური დღესასწაული დაახლოებით ისეთივეა როგორც არის აღდგომა ქრისტიანებისათვის და კარგი იქნება თუ ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს თანამოქალაქეებს მუსლიმებს და მეზობლებს ნათესავებს მეგობრებს და ეს მივულოცავთ მათ ის როგორც ჩვენ ერთმანეთს ულოცავთ ხოლმე აღდგომის დღესასწაულს და ეს არის თქო უნიკალური ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული მუსლიმებსა და მშვიდობაზე და სიმშვიდეზე არის ხოლმე მიმართული რაც შეეხება თქვენ კითხვას მეშვიდე დღე კი არა მეშვიდე წელიწადი გადის მეშვიდე წელიწადი მიდის რაც ხდება და დიდება უფალს რომ დღეს თქვენი ხმა უნდა მაწადოთ ახლა ინტერვიუს და მეშვიდე წელი არის რაც ხდება ეს ყველაფერი და დიდება უფალს რომ დღეს ხელისუფლებაში არის ნაციონალური მოძრაობა თორე დღეს არ ვიცი თბილისში რა ხდება რა შეიძლება და მოხდარიყო რა ხდებოდა რაც ხდებოდა 2020 აგვისტოში როცა ნახევარი მოსახლეობის თბილისის ნაწილი იყო სომხეთის საზღვარზე ნაწილი იყო აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი იყო თურქეთის საზღვარზე ვისაც სადაც მიესწრებოდა ნაციონალური მოძრაობიდან იქ იყვნენ გახიზნულები და კაბატონი ეკაზღულაძე გვაშვიდებდა რომ ნუგეშინია თბილისელებო თბილის არაფერი არ მოკრება უსულმა კანკება ოჭოსანში გადაუხვიესო აი სწორედ ეს ის ორჭოსანია მაშინ რომ ეკაზღულაძე მაშინ ჩააბარა რუსებს სწორედ იმ ორჭოსანთანაც დღეს ცხვირწინ დაგვიყენეს რუსებმა პროვოკაციის მიზნით იგივე ბანერი რომელიც არის სწორედ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შემოუფარგლა და აჩუქა გადააბარა რუსეს კანონით ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სადაც წერია მკაფიო ცალსახად რომ ოკუპირებულ ტერიტორიებია ის რომელიც იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია შესაბამისად ჩვენ ხელისუფლებას ერთი მიწა არ დაუკარგავს ჯერ ერთი კაცი არ დაუკარგავს ცოცხალი არ დაღუპული არ აქვს ერთი დევნილი არ აქვს ერთი სოფელი ერთი ქალაქი არ დაგვიკარგია მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზღვრები უფრო და უფრო ვიწროვდება ბატონო პაატა ჯერ იყო დიდსა და დვანში გადმოტეული მართლმხლათები ეხლა ის რაც მოხდა კატეგორიულად პრინციპულად არ გეთანხმებით თქვენ მე არაერთხელ გაიმეორებთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები გადის კავკასიონის ქედზე იმ გლეხმა უკეთესად იცის ახდება ვიდრე თქვენ უკაცრავად არა იმ გლეხების კომენტარებს მოისმენთ სახელმწიფო საზღვრები არ გადის ქვეყნის შიგნით გადის ქვეყნის პერიმეტრზე და მთელი სოფლის მე აღიარებული სახელმწიფო საზღვრები რომ არ გადის ქვეყნის შიგნით მე ძალიან კარგად ვიცი მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმ საზღვრებზე რომლის გამო იმ საზღვრებია გელოდებოდი და თუ არ გინდათ რომ ვილაპარაკო მე პრობლემა არ აქვს თქვენი თხოვნით ვიყოფები მე ეთერში თორე უკაცრავად დიდი ბოდიში გეუბნებით რომ სახელმწიფო საზღვარი არ გადის ქვეყნის შიგნით არაფერი არ ვიწროვდება შესაბამისად დადგენილი არის საოკუპაციო ხაზი კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩვენ არ დაგვიდგენია ეს ნაციონალურ მოძრაობამ დაადგინა ისე რომ არც კი უბრძოლია ცხილმანი და
გამოვიდა გასაგები, რატო გამოვიდნენ? იმიტომ რომ მართლა უცეთო შეუტია და უნდა გამოსულიყო გამ. ახალგორიდან რატო გამოვიდნენ? სხვა რაიონებიდან რატო გამოვიდნენ? ის რაც მოახერხა, იგივე გამსახურდიამ და იცავდა, მიწებთ, ყოველ მიწას ყოველ მეტრს იცავდა. ის რაც ეკეთებდა შევარდნაზე, ყოველ მეტრს იცავდა და შეინარჩუნა სახელმწიფოს მაგალითად ტერიტორია, ცხინვალის გარშემო, ჯავის გარშემო, საკავშირმა კუდამოძებული ძაღლებით გამოიქცა. შინაგან საქართველოს ტერიტორიიდან და მიატოვოთ. ამიტომ უკაცრავად და გამოიქცა, დაუკანონა მას მერე ყველაფერი ეს. ამიტომ შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა აი ამ ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს და მადლობა ღმერთს 13 წელია და ჩვენ მართლაც არც ერთი სხოპილი არ აქვს, არც დევნილი არ აქვს, არც ერთი მეტრი გოჯა მიწადები კარგია. კი ბატონო, ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გონია რომ ბანერით შეიძლება ომი მოვიგოთ. ახალგაზრდები არიან, არიციან რა არის ომი. თქვენმა განცხადებებმა გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი. მე მიზანმიმართულად თქვენ არცერთ პოლიტიკოს არ ჩაგირთავთ ეთერში, მაგრამ აქ იმყოფებიან ჟურნალისტები და გხოვენ რომ მათ უნდათ კითხვის დასმა და გისმენთ. გოჩა მირცხულავა, მოკლედ გოჩა, ძალიან მოგხოთ. თუ კი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არის ამ წუთას მიუღებელი, თქვენ გქონდათ უფლება იმისი რომ შეგეცვალათ ეს კანონი, ეს ერთი, მეორე არ არის მიუღებელი, ეს უკვე არსებობს რეალობა. მიუღებელი და მაშინ შემოუღობეთ და ჩვენ საქართველოს მოქალაქე დაეხმარეთ ოსურ მხარეს და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ დავარღვევთ იმას, რა ქვია და არ შევალთ მათ ტერიტორიაზე როგორც თქვენ გგონთ. მადლობა გოჩა, თუ შეიძლება მე უკაცრავად ვაძლევ სიტყვას ისევ ბატონ პაატას გისმენთ ბატონ პაატა. ეს მათი ტერიტორია კი არის, ჩვენი ტერიტორია, რომელიც არის ოკუპირებული და როცა გამოგაქვთ ისრები და თითიშვერ თითქოს ჩვენ რაღაცას არ ვაკეთებთ, ჩვენ ვალდებული ვართ შევახსენოთ საიდან მოდის ყველაფერი ეს და თქვათ რომ ის ყველა ცოდვები რა ჩვენზე გადმოდის დიდი ხანია მოხდა 2008 წელს და ჩვენ ამას არ ვამრავლებთ და არ ხდება ამის ესკალაცია. ამიტომ სად არის სახელმწიფოს გვეკითხებიან, სახელმწიფოს ორ არის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. და ის იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, უსაფრთხოებას, როგორც ქართული გლეხების, ესე ჟურნალისტების და ყველა ადამიანისაც, ვინც სხვადასხვა მიზეზით იმყოფება იქ. ბატონო პაატა, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ცხინვალის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერის მადლობა საქართველოს მთავრობას. ამაზე რა სიტყვით? მადლობა რომელიც მიიღეთ ცხინვალის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან ხელისუფლებამ და დღეს ბერუჩაშვილმა თქვა რომ ის ამაზე უბრალოდ კომენტარს არ გააკეთებს, იმიტომ რომ პირადად მას თურმე არ იცნობს დასვევს. რა სიტყვით ამაზე? არა, მე არ ვიცი რაზე ამბობს ეს ადამიანი, მადლობა, ალბათ უხარია ის რომ ასეთი არეულობა ვითარებაა და საქართველოს მთავრობამ ალბათ არ გამოიჩინა ის პრაქტიკულად საქართველოს მთავრობამ აღიარა ის რასაც მოითხოვდა საფრთხეზე. ვერ გავიგეთ, უგნებად მოგისმენთ, პრობლემა არ მაქვს, მე უკვე 20 წუთია, 30 წუთია გისმენთ და განვდოთ მომდა ვიწყებ პასუხი და გასმას, ამ გაიმეორეთ პასუხი, ორი კითხვა დამისვიტებაშად. არა, რა კომენტარს გააკეთებდით ხო ამ განცხადებაზე რომ დაემთხვაო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოზიცია ზანაც ცხინვალის ეგრეთ წოდებული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. რაზეც ბერუჩაშვილმა არა, მე მართლა არ ვიცი რას გულისხმობს ეს ადამიანი, უნდა გავეცნოს იმის ტექსტს, მე ამ შემთხვევაში მე უფრო მაშფოთებთ შიდა ქართული კონტექსტი, ანუ რომელიც იწვევს სწორედ იმ დაძაბულობას, რაც აწყობს რუსეთს, სწორედ იგივე დღეს ამ წუთში შემოვიდა ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისში, საქართველოში დადება უამრავი სხვა საკითხები, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა რომ რუსეთი აქცია მოპასუხე მხარეთ. ანუ ჩვენს მოქმედებებს პასუხობს ის ან მართუხლართით, ან ბანერით, ან მართუხლართით. სხვა ჩაიკეტა, ჩაიციკლა აი ამ მოქმედებებში. ჩვენ ვაწერთ ხელს ასოციაციების ხელშეკრულებას, ისინი მართუხლართებს აბრუნებენ. ჩვენ ვატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს, ისინი მართუხლართებს აბრუნებენ. ჩვენ ვატარებთ ოლიმპიურ ფესტივალს, ისინი ბანერებს ალაგებენ. ჩვენ ხელს ვაწერთ საფრანგეთთან ხიარახზე, ისინი მართუხლართებს აბრუნებენ. ანუ მათ ნახეთ რუსეთი როგორ იქცევა მრავალფეროვნად ბჭყალებში და საშინლად უკრაინაში და საქართველოში ჩვენ დაუტოვეთ მხოლოდ ბანერები და მართუხლართები. თორემ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ოკუპირებულია და აქეთ ვერ მოდიან, ცხურს ყოფენ აქეთ. ასე რომ არ შეიძლება არ დაინახო ისაც ხდება და დაინახო ის ვის დახვალს გინდა მხოლოდ. არა, მე ვხედავ იმას თუ ერთი თქვენ და გულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონო ინგა მე გულისხმობ ზოგადად იმ ხალხის მიმართ ვის ვერ ხედავ თუ რა ხდება ქვეყანაში და ვერ ხედავ რომ 3 წელია ჩვენ კბილებით ვაჩერებ და ომს არ უშვებთ. ვერცერთმა ხელისუფალმა, ვერც გამსახურდიამ სამწუხაროდ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა ვერ აიცილეს პირველ წელიწადში თავის ხელისუფლებისა რუსეთის პროვოკაციას აშოყოლოდნენ. 3 წელია ჩვენ ყველაზე საფრთხის მომცველი, ყველაზე საფრთხე არის დღეს რუსეთი სოფლიოსთვის და სწორედ დღეს 3 წელია ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ არ მივყვებით პროვოკაციაში და არ ვერთვებით. აი სწორედ ბარნოვისნაირი ხალხმა გამოიწვია ის, რაც მივიღეთ ჩვენ 2008 წელს და ბაბლო ბაგნესრო ის ჟურნალისტის კითხვა და დაგემშვიდობებით გისმენთ, ბესო ძალიან მოკლედ უნდათ.
ვაჟკაცობის დაცვა ასე არ გამჭიროებია ჯაჯანიძის შოუში იმათთან რო ვიჯექი და ეხა მიწევს ამის დაცვა. იცი რა მაინტერესებს ბატონმა პატამ საიდან იცის რომ ამ ბიჭებმა არ იციან ომი. მე პირადად ვიცი რა არის ომი 1990 საიდან თქვენ რომელ პატას ელაპარაკებს დიდი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. თქვენ პატაზე არა მე ვქვია მსაკვი ეს რომ ამ ბიჭებმა ომი არ იციან. კონტექსტი ხო ეს ხო ამათმა რა იციან ომი თქვენი განცხადებები გავცადე. ჩვენ ვიცით რა არის ომი. პირადად მე ვიცი რა არის ომი. საბედნიეროდ მე ახლა ვზივარ იქ სადაც მიწევს რაღაცების მტკიცება. როცა საერთოდ არ ვარ პოლიტიკის ჟურნალისტი, უნდა ვიყო ახლა იქ სადაც ჭირაღდანი შემოიტანეს. არა კითხვა რა თქვენ მართლა თქვით ის რომ ჩვენ რაღაცა ვიღაც სისტემ მე პირადად ვარ მერაბისტი. მადლობა. ვერაფერი ვერ გავიგე დიდი ბოდიში. კარგით. ბატონო უბრალოდ არა დიდი ბოდიში არა როგორ არა უბრალოდ ნაციონალისტი მერთვა დამიფაროს. ამიტომ არ მის არაფერი გაზვიადისტი რა ეთიკისტი თელი ცხოვრება ვარ მერაბისტი იცით ვინც არის ხო მე ბესო დიდი მადლობა. ბატონო და ბოლო კითხვა დაგიხსნათ ამ დრომდე. კაბატონო ინგა დიდი ბოდიში ბატონ ბესოს რა არ ეწყინოს. ეხა ფიერვერკების ხმა ისმის მე თავისუფლების მოედანზეა ჩემი ოფისი და არაფერი ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ. კარგით, გასაგებია. მე უბრალოდ ერთ კითხვას დაგისვავ თქვენი ნებართვით. არც ერთი წარმომადგენელი ხელისუფლების ჯერ კიდევ გუშინ გვეუბნებოდა რომ იქ არ ჩასულა ადგილობრივ მოსახლეობასთან. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იქცევა ხელისუფლება რომ იქ არ ჩადის ამ ხალხთან? არა, იქ ჩასვლით თავისთავად დღეს იყო ჩასული მაგალითად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ძალიან მნიშვნელოვანია. იქ იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი ქვეგანაყოფებით. ანუ ხელისუფლება ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რაცაც თუ საჭიროდ, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული ადგილზე. პოლიტიკური გაწყვეტილებები ადგილზე არ მიიღება სხვა ადგილებში. და შესაბამისად ჩვენ ყოფებით იქ, სადაც საჭიროა. მე რო ჩასულიყავი, როცა ბანეს ხსნიდნენ, იქნებოდეს პროვოკაციულად აღქმული. ბატონი ბესო მიხვდი რომ თითქოს ვაჟკაცობას, რა ქვია, არ უჩივის და დამერწმუნეთ ომის დროს არც მე არ ვიყავი დამალული არსად და სადაც საჭირო იყო იქ ვიყავი. ადრენალინი მეც ყოფილი საკმარისი, რათა ვიყო და საჭირო არის. ამიტომ მე არ მეშინია ამ რაღაცების, მაგრამ სადაც საჭირო როგორც მინისტრი იქნები აუცილებლად. კარგით. ბესო, ძალიან გთხოვთ რა, მე აქ უნდა გადმოვინაწყო ისევ მაგიდასთან. ჩავიდეთ მე თქვენ ჩემი 20 წლის ბიჭს წამოვიყვან ხელს მოკიდებ მამაჩებით ემძმა და ერთად ჩავიდეთ და იმ ბიჭს მივეხმაროთ. უნდა წამომყვეთ ახლა ჩემში. არ გესმით რა. მადლობა. ბატონო და დაასრულეთ და დაგემშვიდობებით. ერთი წუთი. ხო რა მე თქვია მე კითხვა ვერ გავიგე არის მის არაფერი. კარგი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს იყო პაატა ზაქარეიშვილი, მე მას ვემშვიდობები. რამდენიმე წუთში ჩვენ მოусმენთ ეკა ხერხეულიძეს და დავით ბერძენიშვილს. მანამდე უნდა ვთქვა, რომ ვარ ძალიან გაოცებული იმით, რომ ჩემს სტუმრებთან ორ წამში ერთხელ მიხდება იმის თხოვნა, რომ ვაცადოთ ერთმანეთს. ძალიან გთხოვთ, გიორგი, გისმენთ. დიდი მადლობა. თქვენი რეაქცია მეშვიდე დღეა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღეს ისეთი სიტუაცია და ისეთი ვითარება შეიქმნა დაწყების თანამ, რომ აქ არის მთავარი აქცენტი იმაზე, როგორმე ჩაიშალოს დღევანდელი შეხვედრა, ჩაიშალოს დღევანდელი საუბარი და არავის არ მიეცეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი, იმიტომ რომ გრძელდება ის ძალიან კონკრეტული პროვოკაცია, რომელმაც უპირველეს ყოვლისა დარტყმის մեջ დააყენა ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იქ, იმ კონფლიქტის ზონაში და არავინ იმ ადამიანებზე არ ფიქრობს. ეს ერთი. მეორეც ესეთი მექანიზმებით, მეგობრებო, არ ვიცი ვისი ისტები ხართ, მაგრამ თუ ჟურნალისტები ვართ, იცით, ჟურნალისტები იყავთ მაშინ, არ ვიცი ვისი დავალები და რა პოლიტიკური აქცენტები და რა პოლიტიკური ანგაჟირებით, მივიღეთ შედეგად ის, რომ ასეთი მეთოდებით არ გვარდება კონფლიქტი. კონფლიქტი მწვავდება ასეთი მეთოდებით. და მერწმუნეთ ის, რომ ბანერი იქიდან ამოგლიჯეთ და გადააგდეთ, ამით რომ კონფლიქტი გვარდებოდეს, ამოგლიჯავდი ყველა ბანერს. სათითაო ცხინვალამდე, კი არა კავკასიონამდე, სულ ყველას. არც ერთს არ დავტოვებდით. მაგრამ ამის პრობლემა არ გვარდება. ჟურნალისტები არ უნდა მისულიყვნენ, ჟურნალისტს არ აქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. არა, მოქალაქეობრივი პოზიცია ერთია, მაგრამ მოქალაქეობრივი პოზიცია არ უნდა იყოს პროვოკაციული და პრობლემის გამამწვავებელი. ერთადერთი, ძალიან გთხოვთ ერთი წუთი, თუ შეიძლება მე გისმენთ ამდენი ხანია და თქვენ საუბრობთ, ძალიან გთხოვთ რა. დებატებია და გეკითხები. დებატები ერთია, მაგრამ მომისმინეთ, შემდეგ გიპასუხებ. ეს იყო ქმედება, რომელმაც სიტუაცია გაამძაფრა, გაართულა, ვითარება და დარტყმის და ცეცხლის ქვეშ დააყენა უპირველეს ყოვლისა იქ ცხოვრები ადამიანები, რომელზე არავინს არ ფიქრობს. უკაცრავად. ძალიან გქონდა რა ყველას რა. ძალიან რთულია ეს გადაცემა. მოდით პირველ რიგში მე გთავაზობთ, რომ ერთად მოვისმინოთ იმ მოსახლეობის პოზიცია, რომელიც იქ იმყოფებოდა გუშინ სოფელ წითელუბანში. მთავრობა უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს მოსახლეობის ბედით. ეხლა ყველა ჩვენ შეშფოთებულიც ვართ, აღშფოთებულიც ვართ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ვისმენ ჩვენ ახლა საინფორმაციო გადაცემს, რომ მხოლოდ მედია საშუალების წარმომადგენლები მოგზანდებიან აქ. მთავრობის წარმომადგენლებიც უნდა მოვიდნენ ხალხს გაესაუბრონ ამ მდგომარეობაში ვართ, როგორ ცხოვრობ, რა გვიჭირს, რა გვილხენს. სათქმელი რა არის, ისო ჩაარჩეს ბანერი. იმის მეორე დღე იყო თუ იზრაობაში ზერო იყო. ეგ ვნახეთ მთავრობიდან. თუ მთავრობა ოფიციალური მთავრობა თუ არის და ცენტრალური მთავრობიდან ვისაც რომ ეხება უშუალოდ ამის მინისტრი თუ ვიღაცა ზაქარიაშვილი თუ ვიღაცა უგურიებს ამ საკითხებს ერთად საერთოდ არ მოსულა. ზაქარიაშვილი ჩემი სტუმარი იქნება რეაქციაში. რას დამაბარებდით მას? ეს საერთოდ არ გამოჩენილა. ტელევიზიაში იმაში კარგად ჩანს რომ რანძღავს ამ გასულ ხელისუფლებებს და ისე ოფიციალურად აქ მოვიდეს ეს რამე გაიკითხოს ეგეთი რამე არ ყოფილა. ჩამოვიდეს და კვერცხებს და იმას იმებს ერთი კვერცხი ამათაც ესროლონ. ეს უნდა გაბარო სხვა ავტომატი დემით ვერ შეებრძოლებია და კვერცხებს კარგად იქნებიან და ის კვერცხი ესროლონ ჩამოიდან უნდა. თუ არ აქვს მივცემთ წარმისის და ისინი დაჩები რომ აქვს მაგათ თითოეული დაჩა ჩადგან აქა ჩვენ გვერდში კაი სუფთაერია დანაგვიანება აქ არის და იცხოვრონე თითო დეპუტატებმა ვინც იგზიან მენახილი ყოც რუს წამეიკიდავს ისე გადაათრებს იქამდე დამდგარი ახლა იქ და ტირის მაცივრის ტერიტორიაზე ყანები გვაქვს ასაღები და რადგან ვეღარ ანუ იქ თუ გაქვთ ყანები იქ თუ გაქვთ სახნავს სათესი მიწები როგორ უნდა იცხოვროთ თქვენი შემოსავალი ალბათ მხოლოდ ესაა ხო მოგცემ კომბაინები რომ დროულად ერთი დღე იქნება თუ 5 დღე ეს მოსავალი გამოვიტანოთ ბანერი დაიდგა ხო კი ბატონო ის ბანერი გადააგდეს ჩამოვიდნენ არ უნდა ყოფილიყო გასაგებია მაგრამ იმ ბანერის გადაგდება ჩვენს ხომ შეგვეძლო მაგრამ აი რას ვფიქრობ იცი როცა ეს ყველა წავა შემდეგ ვჩებით სრულიად დაუცველი ხალხი ომის დროს არსად არ გავსურვარ და არც მაშინ ყოფილა არავინ არ მოსულა მშიერის რომ დავხოცილიყავით ომის დროს არავინ არ იყო პატრონი ერთმანეთს პატრონი ვეტყვი რომ პარლამენტის ტრიბუნა თქვა რომ ეს თავიანთ კონტროლირება ტერიტორიაზე ჩაარჩეს ეს ბანერიო ჩამოვიდეს და ნახოს კილომეტრ ნახევარია იმ ძველი ბანერიდან იქსაც ჩაარჩეს ეს თუ მათი კონტროლებადი ტერიტორია იყო აქამდე რატომ არაფერი არავინ არაფერს არ ამბობდა არ ქონია ბარიერი ჩვეულებრივად მივიდოით ეს გამოდის ტყუილია ეს თვითონ ჩვენ ტყუით და ვითომ ვაბრალებთ რუსებს რომ ბანერი ჩაარჩეს ეს ბანერი ახლა ჩაარჩეს არასდროს არ ჩარჩობილი კარასინის სიტყვა გაიმორა მაგან მურად ჯიოევისა და ბერძენიშვილის აზრები დაემთხვა ერთმანეთს ახლა ამის გამო შეიძლება ვინმე მისაყვედროს კიდევ ასე იმიტომ რომ აი ის კაციც იმას ამბობდა რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არის და ჩვენ კიდევ ავადგინთ და კიდევ დავდგამთ ბანერებსო მაშასე რეაქცია ბრუნდება კვლავ პირაპირ ეთერში რეკლამამდე დაგვრჩა ჩვენ 6 წუთი და მოდით მანამდე მაშინ თქვენებართვით უკვე რეკლამის შემდეგ დავიწყებდნენ მაგიდასთან საუბარს მოусმინოთ ნაციონალურ მოძრაობას და ცოტა ხანში დავით ბერძენიშვილი ჩაგვერთვება მანამდე ეკა ხერხეულიძეა რეაქციის პირაპირ ეთერში ბატონო პაატა მოგცემ სიტყვას რეკლამის შემდეგ როდესაც დავბრუნდებით ქალბატონო ეკა მაშასე ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებს და იმ ყველაფერს რაც დღეს ხდება ამ კონფლიქტის ზონაში პირდაპირ ხელს ადებს როგორც დამნაშავეს ნაციონალურ მოძრაობას რა სიტყვით თქვენ ის პროვოკაციები საუბრობენ ისინი იგივე ბარნოვის გუშინდელი გამოსვლები დღეს რაც მოხდა იქ და ასე შემდეგ იძაბება თუ არა ხელოვნურად სიტუაცია მსგავსი იქ მისვლებით და მსგავსი აქციებით მოგესალმებით ქალბატონო ინგა უპირველესად გამოეხმაურებით თქვენს ჩემს წინა სტუმარს ბატონ ზაქარიაშვილს რომელიც გახლავთ ტიპიური კლასიკური ნიმუში, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მოღალატე ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ საუბედუროთ მთავრობის ნაწილი გახლავთ, ეს გახლავთ მინისტრი, რომელსაც უშუალოდ ევალება მსგავსი თემების დარეგულირება და მოწესრიგება, თუმცა ჩვენ სახეზე ვიღებთ რას? ადამიანი, რომელიც გველაპარაკება და ელაპარაკება საზოგადოებას იმ დამამცირებელი და ცინიკური გამონათქვამით დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება რომ მსგავს რამეს ფაქტი არ ქონია და საზღვარი არ გადმოწეულა რასაკვირველია ეს იწვევს აღშფოთებას და ბუნებრივია თმენის ვალდებულებით ცხადია მეც ვიკავებ თავს და მინდა ძალიან კორექტული ვიყო მაგრამ არ შეგვიძლია არ გითხრათ რომ ზაქარიაშვილი გახლავთ მოღალატე ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ასეთი ადამიანები თქვა ზოგადად მოღალატე ადამიანი სხვაგვარად გამოიყურებოდა ანატომიურად იარლიყების მიწებება ქალბატონო ადამიანი რომელსაც გონია ერთი წუთით მე რა მინდა მე გადავწყვეტ თუ შეიძლება და თქვენ გადაწყვეტეთ რა სისურვებთ რომ ისაუბროთ და ესაუბროთ ხალხს მე მინდა გითხრათ რომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ ტერიტორიული მთლიანობის მოსარჩლად შეუძლია დაასახელოს ედვარდ შევარდნაძე რომელმაც ჩააბარა აფხაზეთი რომელსაც უამრავი ზიანი მოუტანა ქვეყანას და ძაღლს უწოდებს მიხეილ სააკაშვილს რომელმაც ღია ბრძოლას დაუპირისპირა თავისი ძალისხმევა სახელმწიფო ძალისხმევა და
უამრავი ადამიანი შეწირა ამ ბრძოლას, ამბობს რომ ეს არაფერი არ იყო. ამ ადამიანს თუ შეეკითხებით, ეხლაც გაუჭირდება გიპასუხოთ პუტინი არის თუ არა მტერი. ამაზე მას არასდროს პასუხი არ ქონია. ის ამბობს რომ ეს არის პუტინის მხრიდან ადამიანური გამოვლინება და მხოლოდ და მხოლოდ მისი პოზიცია. აი ამ დაგوار პირობებში გვიწევს ჩვენ ბრძოლა, აზრის გაცვლა და საერთოდ წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ. მაგრამ ბატონმა პაატამ თქვა რომ ჩვენ ომი მაინც არ დაგვიწყიაო და ცოცავი ოკუპაცია ხელისუფლების მხრიდან, თქვენი ოპონენტების მხრიდან. უკაცრავად იმეორებ რომ ჩემს წარმოდგენაში უკაცრავად გასაგებია თქვენი კითხვა ჩემს წარმოდგენაში ზაქრეიშვილი გახლავთ ფილიპე მახარაძე რომელსაც არ აქვს ნება არც ბრძოლის არც წინააღმდეგობის არც თავისი პოზიციის დაფიქსირების ის იმ პოზიციის რომელიც იქნება სოლიდარული ქართველი ხალხის აქედან გამომდინარე ხა ვის უნდა ებრძოლოს გამაგებინეთ ხა თავის ჩეკისტ მეგობრებს უნდა ებრძოლოს და მათ გამოუცხადოს ბრძოლოთ როგორ არის ხა მაგის საქმე ეს არის რენეგატი ადამიანი რომელიც ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და ბუნებრივია მას წვავე პროტესტი არასდროს არ ექნება არავინ არ არის ომის მომხრე ადამიანებო გაიგეთ მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს რომ როდესაც გავსი საკითხები ქვეყანაში ხდება იყოს საზოგადოების მოსახლეობის დამცველი ჩვენ რას ვიღებთ მაგალითად კონკრეტულ შემთხვევაში ზაქარიაშვილის სახით ის ამბობს რომ არაფერი აქ არ ხდება და ჩვენ ვიგონებთ ამ თემას და ის რომ საზღვარი გადმოიწერეს ჩვეულებრივი ნორმალური გასაგებია ქაბატონო ეკა მაგრამ მე კითხვა რაც დაგიჟით 2008 წლის შემდგომ რაც მოხდა დაუშვათ საზღვრების გადმოწევა მართლმხლათები ასე შემდეგ ვიცით მაგრამ იგივე აგვისტოს ომი თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ კიდევ უფრო მეტად სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ამძიმებს ეს აგვისტოს ომი და თქვენ ყველაზე დიდ შეცდომად თვლიან აი ამას რას პასუხობთ ანუ იგივე ცოცავი ოკუპაცია არისო ნაციონალური უკაცრავად ეხა ცოტა თქვათ ხა ჩამოვყალიბდეთ რაზე ვსაუბრობთ როდესაც ღია ინტერვენციას აქვს ადგილი მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ზაქარიაშვილის თავწახრელი უნდა დადგეს კრემლის წინაშე და უნდა თქვას რომ ეს არაფერი არ არის თუ თავის სახელმწიფოებრივი პოზიცია კაფიოდ გამოავლინოს უკაცრავად როგორ უნდა მოიქცეს თქვენ როგორ მიგაჩნიეთ გესმით ჩემი გისმენთ ქალბატონო ეკა ორი წუთი გიმეორებთ ხაზგასმით როდესაც ღია ინტერვენციას აქვს ადგილი თქო ვამბობ როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს როგორ უნდა მოიქცეს უნდა მიატოვოს ქვეყანა და უნდა გაიქცეს თუ უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობის უსაფრთხოება აი რანაირად უნდა მოიქცეს ზაქარიაშვილი უნდა ვიყოთ ყველა და თავს ლაპი დავისხათ და ნაცარი შევიყავით თუ როგორ მოიქცეთ აქ ამბობენ რომ აი გიორგი ახვლედიანი ამბობს როგორც ნაციონალები მოიქცნენო ისე უნდა თუ ანუ რა იგულისხმეთ ანუ ომი უნდა დავიწყოთ ანუ ომი უნდა დავიწყოთ სამხეში ჩავაბაროთ კიდევ ახალ ტერიტორიებს გიორგი გენაცვალე სად იყავი ომის დროს საბა მითხარი ის დღეები შენ ომის დროს ვიყავით აგვისტოს ვიყავით ჩასული გორში და ნახე ზუსტად ის ყველაფერი რეალურად რომ თქვენგან არ მომესენა მერე ზღაპრები იმასა ვიყავით დაეროთანწრებელი ვიტყიარდა ჩასულიყავი შენ უნდა გებრძოლო ისე როგორც იბრძოლა საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ეს პოზიცია ხლა არ ივარგებს და ვერ მივიღებ გიორგი რა ერთ-ერთ შემთხვევაში იმიტომ რომ არ მაინტერესებს ხდალების პოზიცია მე მაინტერესებს ამ ქვეყნის პატრიოტების პოზიცია სად იყავი იმ დღეებში და რა გააკეთე იმ დროს დიახ გისმენთ ჩემი სათქმელი გახლავთ შემდეგში რაც არ უნდა მოხდეს ეხლა საზოგადოება უნდა იცოდეს კარგად რომ ეხლა ჩვენ ხო არ ვართ ქართული ოცნების ის ნაწილი რომელიც ამბობს რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი და ეს არის თქვა პროვოცირებული ნაწისა ქართული ოცნების არც შემთხვევაში არ გავიზიარებ ამ პოზიციას იმპერიალისტური ზრახვები რუსეთის არ ახალი გახლავთ საქართველოში მაგრამ ნამდვილად უპრეცედენტო სილაჩრეს ავლეს საქართველოს ხელისუფლება მას არ გააჩნია თავის დამოკიდებულება მსგავსი პროვოკაციური გამოხდომების წინაშე ერთი წუთით ვერ გამჭრიან ეკა კანონი რეფორმა არასინმა საქართველოს შეუკვეთა დაისაჯონ ის ადამიანები რომელმაც ჩამოაგდეს ის ჟანგიანი აბრა რომელიც თქვა თქვენმა კოლეგებმა თქვენი კოლეგების ძალისხმევით ჩამოაგდეს იმ ტერიტორიაზე დღეს ივანიშვილმა მისი დაკვეთა შეასრულა ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება და საზოგადოებას შეეგუოს ხელისუფლება რომ აუცილებლად ეკრება წავე პარტია დიდი მადლობა ეს იყო ამ საოკუპაციო ხაზს ამ ხელისუფლების არსებობა დიდი მადლობა ეს იყო ეკა ხერხეულიძე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით კობალაძე, ხათუნა ხოფერია, პაატა დავითაია და ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი და რაც მთავარია დათო ბერძენიშვილი, რომელსაც ჩვენ საგანგებოდ ხოვეთ ჩართვა, მას მერე რაც გუშინდელი ინტერვიუები ავიღეთ ადგილობრივების, რამდენიმე წუთში ვართ ეთერში.
დაძაბულია დღევანდელი რეაქცია, მაგრამ იმედია, რომ ფინალში მშვიდობით გავალთ. მაშასე ჯერათ თუ არა იმის, რომ საქართველოს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, ეს არის ჩვენი ინტერაქტივი და ვიდრე მაგიდასთან გადმოვინაცვლებ და კობა ყობალაძეს დაუსვავ შემდეგ შეკითხვას, მანამდე დავით ბერძენიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა ბატონო დათო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენმა განცხადებამ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია განსაკუთრებით ადგილობრივებში. და როცა გუში მე მათთან ინტერვიუებს წერდი, ვთხოვე პროდიუსერს, რომ იქნებ თქვენ მიგეღოთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა. რას ეთყოდით ამ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ დათო ბერძენიშვილის განხადება მათში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია? მოგესალმებით. ადგილობრივებიც გაერკვნენ ვითარებაში, დღეს განსაკუთრებით ეს ჩანდა. მე ბუნებრივია ძალიან დიდი პატივისცემი და მოციცებით ვეკიდები იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არ არის ჩემი რაღაცა განცხადება, ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა, იმიტომ რომ საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე მალე იქნა მიღებული წინა ხელისუფლების მიერ, დღეს მოქმედებს ეს კანონი, ოკუპირებულია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და ამაზე პარლამენტში არავინ დაობს, რომ რაკი აგვისტოს ომის შემდეგ რუსიის კონტროლის ქვეშ მოექცა ოდესღაც საბჭოთა ოსურ ავტონომიაში შემავალი ახალგორის რაიონი, ორჩოსანი, ეს ტერიტორია იყო ოკუპირებული, რჩება ოკუპირებულად. ამასთანავე რუსეთს ასეთი ტაქტიკა აქვს, ზოგანის მავთულ ხლართებს აბამს, ზოგან ბანერს დგამს, სხვა ადგილებს ასე ხშირად არ სტუმრობს ხოლმე. თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქართული სოფლის მცხოვრებლები საქმიანობენ იმ ტერიტორიაზე, მოსავალი მოყავთ, რომელსაც უცებ, როცა პოლიტიკურ შეკვეთას მიიღებენ მოსკოვიდან, გამოაცხადებენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია და ხან ხალხის გატაცება, ხან სხვა პრობლემა. ეს რუსების ტაქტიკა არის. იყო სერიოზული შეცდომა მოუვიდა ბევრს, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს საპარლამენტში, ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც თქვათ, გაავრცელეს ეს ინფორმაცია მედიაშიც იყო ეს ხარვეზები, რომ ბაქოს სუფსის 1600 მეტრიანი მონაკვეთი 10-11 ივლისს მოექცა ოკუპირებული ტერიტორია, ოკუპირებული ზოლის შიგნით, ასე არ არის. 7 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ ბრიტიშ პეტროლიუმს არ აქვს წვდომა აი ამ მონაკვეთზე. ისინი ამას კი არ მალავენ. ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამას ამბობს ჩვენი კანონი და ეს იცის ყველა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და დაუდასტურო განსაკუთრებული პატივისცემა იმ ქართველ ჟურნალისტებს, ვინც მხისიერად მივიდა და საკუთარი პროტესტი გამოხატა მაშინვე, როგორც კი ბანერი გაჩნდა. ეს იყო იმის დადასტურება და დემონსტრირება, რომ ქართული საზოგადოება ხიზლად ადევნებს თვალს ოკუპანტის ქმედებებს. ამასთანავე პარასკევის მოვლენებზე, როდესაც ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი პრაქტიკულად ხისიერ რეაგირებას აკეთებს და მხარს უჭერს საქართველოს აი ამ მორიგ ძნელბედობის ჟამს, ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდი ქვეყნის, ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის, სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა, რომელმაც ბუნებრივია იქონია გავლენა რუსეთის შემდგომ ქმედებებზე. ყოველთვის, როდესაც საქართველო ახდენს ჟურნალისტებმა, რომლებმაც გააპროტესტეს, მიმართულებთ რუსეთით გავს პროვოკაციას. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს, რომლებმაც გააპროტესტეს ამ გადმოწეული ბანერის თემა, ამ დროს ჩვენ გვესმის თქვენივე თანაგუნდელებისგან, მაგალითად მანანა კობახიძე იყო, ხო თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელმაც პროვოკაციის მცდელობები დაინახა ჟურნალისტების ამ აქციაში. ანუ თქვენ ემიჯნებით ამ მოსაზრებას, რომ იგივე ჟურნალისტები, ვინც ახლა აქ სხედან და სხვები, ვინც იქ იყვნენ, პროვოკაციას აწყობდნენ. მე არ მიჩვენს ჩემი აზრების მკაფიოდ გამოხატვა. მე როდესაც ვლაპარაკობ ჟურნალისტებზე, რომლებიც მაშინვე და ხისიერად მივიდნენ, გულისხმობ იმ ჟურნალისტებს, ვინც გამოხატა ეს პოზიცია ძალიან კორექტულად და ოპერატიულად. რაც შეეხება პოლიტიკურად ანგაჟირებულ რაღაცა ორგანიზაციებს, თქვა თავისუფალ ზონას და ასე შემდეგ,
ეს არ იყო ან ბარნოვის გუშინდელი რაღაცა პოზიორობა კამერების წინ, ეს უკვე იყო პოლიტიკური ქმედება, ასე რომ იმათთან მიმართებაში არც თუ მაინდა-მაინც ჭკვიანური და უხიფად. მე ერთი მხრივ ყველაფერს აქვს მისი დრო. ერთი მხრივ ძალიან კარგია რომ ხისიერად ხდება პროტესტი და ხდება პროტესტი ისე რომ პროვოკატორ რუსულ მხარეს არ აძლევს საშუალებას გააღრმავოს პროვოკაცია და მეორე არის როდესაც შენ და უნებურად როგორც მინიმუმ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იქცევა ისე რომ რუსეთის მიერ წამოწყებული პროვოკაციამ ხორცი შეისხეს. სწორად რატომ რაში აწყობს ნაციონალურ მოძრაობას ის ადამიანები ვინც დღეს ну ახლა ბარნოვის იქ მისვლა რას წარმოადგენდა ახლა ეს საერთოდ მოდი ესე ვთქვათ ის ადამიანები რომლებიც ასოცირებული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან საკმაოდ დათულ სამსახურს უწევენ საკუთრივ აი ამ პოლიტიკურ პარტიას იმ უბრალო მიზეზის გამო ყოველ შემთხვევაში მის უფრო ზომიერ თუ გონიერ ნაწილს იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ შეიძლება პოლიტიკანობა, როდესაც ქვეყანას ასეთი საფრთხე აქვს. არ შეიძლება ეს უწოდინრობით მოსდის თუ სხვა მოტივებით მოსდის, ეს მალე გამოჩნდება, მათი შესაძლებლობები მცირეა, სუსტია და ეხლა 7 კაცი რომ მივა ზაქარეიშვილის სახთან პროტესტი და 8 ორგანიზაციის სახელით ლაპარაკობს, ეს რა თქმა უნდა არ არის სახიფათო, როდესაც იქ ჩავა თავისუფალი ზონა და მთელი სოფელი რა ხდება და ძალიან კვალიფიციურ და ადეკვატურ პასუხს აძლევს, ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მისასვლელი ჩვენს მოსახლეობასთან და არის უამრავი პრობლემა, რომელიც სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ასე რომ ეს გამყოფი ზოლი არსებობს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური წინსვლა და გვაქვს ეს წინსვლა ასოციაციურ ხელშეკრულებას ჩვენ მოვაწერეთ ხელი უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად მაშინაც მალტუხარტები და ბანერებით პროვოკატორობდა ოკუპანტი მხარე. მაგრამ იმას იქ არ ავყევით. ასე რომ ერთი მხრივ ჩვენი საზოგადოება იმ ჟურნალისტების სახით ადასტურებს თავიდანვე რომ ჩვენ ამას არ შევეგვებით. მეორე საქართველოს სახელმწიფო მისი დიპლომატია კარგად მუშაობს და უამრავი ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერას გვიცხადებს და ეს ისე არ არის რომ მე ვთქვი და მე რა გაჩერებულია ამჟამად წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის მორიგი პროვოკაცია და საქართველოში ნებსი თუ უნებლიეთ ვინმეს თუ უნდა და ამ ვითარების გამოყენება სიტუაციის ასარევად ну მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. დიდი მადლობა ბატონო დავით რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა მას ეს იყო დავით ბერძენიშვილი გადმოვდივარ მოკლედ სტუდიაზე ბატონო კობა როგორია თქვენი რეაქცია საზღვრის ბანერის აი ამ საზღვრის გადმოწევიდან ჩვენი სამშობლოს საზღვრების დავიწყოვებიდან კიდევ ერთხელ მე-7 დღეს გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით ჩემო კარგებო იმდენი ემოცია იყო რომ მე უკვე გავჩვენდი და გაკვირვებული სახით ვიყურები აქ. რატომ რამ გაგაკვირვათ? არ ელოდით რომ ესეთი ემოციები იქნებოდა. ეგ უკვე მე დამიტოვეთ. ჩემსაც ვიტყვი. ეს ერთი, მეორე, მე მინდა ჩვენ მუსლიმ მეგობრებს და ძმებს მიულოცო დღევანდელი დღე. და გადავიდე უკვე კონტექსტში თემის განხილვაზე. თავიდანვე ჩემი საზრით უკვე არასწორად იყო დასმული საკითხი, რომ გაყოფილია აქ ვითომ საზოგადოება, ვინც ამართლებს რუსეთის ოკუპაციას და ვინც რაღაცნაირად ცდილობს გაამართლოს ეს. მე მგონი აქ არ არის საზოგადოება, რომელიც არ ამართლებს რუსეთის ამ ქმედების მიმართ ჩვენ აგრესიას. იმიტომ რომ არა მარტო 7 დღე ვერ იძინებს და შიშის და ფეთების ქვეშ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უკვე 24 წელია. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლის უდიდესი დამსახურებაა და რომლის წინაშე მე პირადად ხელს მოვიხრი, მათი გმირობის და შემართების წინაშე, რომ ეს ტერიტორია გარკვეულწილად კვლავ მათი საადგილმამულოა და საპატრონებელი. მეორე, აბსოლუტურად არ ხდება ის, რომ ემოციით და ბანერების და სურათებთან ბრძოლით რაღაცა იღწეოდეს. ეს არის პროცესი. პროცესს აწარმოებს სახელმწიფო და აწარმოებს ის ხალხი, რომელსაც აქვს თვითმიზანი გახდილი იმის, რომ ტერიტორია უნდა იყოს თლიანი და ძლიერი.
არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა ეს არის 2008 წლის პროცესების გამოვლინება და გამოძახილი. ეს რეალურად ესეა, ჩემო კარგი. ანუ მე გეტყვით, საკანონმდებლო ცვლილებაში ჯერ კიდევ ყოფილი პრეზიდენტის დროს დალის ხეობას, ანუ კოდორის ხეობას ეწოდა ზემო აფხაზეთი და მიერთებული იყო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. პლუს ამას ახალგორის რაიონს, რომლის შემადგენელი და შემავალი ნაწილია ორჭოსანი, შეეცვალა კუთვნილება და მიენიჭა სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსი, მასში შემავალი ტერიტორიის სტატუსი. იქიდან გამომდინარე, ჩემო ბატონებო, ჩვენ მოწინააღმდეგის მოქმედებას უყურეთ და ვაკვირდებით და ზუსტად ის თავის მოქმედებებს ამართლებს იმით, რომ მოძრაობს ამ საზღვრების შუაში და გარშემო. რეალურად კიდევ ვიძახი, რა თქმა უნდა, საზოგადოების მზაობა უნდა იყოს იმაში, რომ წინ აღუდგეს ნებისმიერ პროვოკაციულ გამოვლინებას. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქვაკუთხედი იმის, რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ ის პროვოკაცია, რომლის საწინააღმდეგო ქმედების უნარი რეალურად, თუნდაც მე ბევრი მოვისმინე ძალისმიერი მოწოდებების მიმართულებით. მე მესმის ამ ახალგაზრდების, მე მესმის მათი შემართების, მე მესმის მათი ცხელი გულის, მაგრამ რეალურად შეიძლება გარკვეულწილად ეს შემართება და ეს მოქმედება გამოყენებული იყოს პროვოკაციის რეალურად საფუძვლად. მადლობა. და რომელიც შეიძლება განვითარდეს. კი ბატონო, კახა გაგოშვის ვაძლევს სიტყვას და პაატა დავით აიასთან გადმოდივარ და ქალბატონ ხათუნასთან. გისმენთ? მე არ ვარ არც ერთი. ცოტა ხმამაღლა კახათუში. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და ეს პარტიათა შორის დაპირისპირება მე ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. აბსოლუტურად გულწრფელად, როგორც რიგითმა მოქალაქე გავიგე რა, რომ გადმოიწია ეს საზღვარი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა, მათ შორის გაეროს გენერალურმა დივანმა ამასთან დაკავშირებით. ვერ ხვდები უბრალოდ ხელისუფლება იძახის, რომ საზღვარი არ დარღვეულა და ბანერები არ გადმოუწევიათ უკანონო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იძახის, რომ დაირღვა. რაშია საქმე, მათ არ აქვთ ეს ინფორმაცია? დავინახე რა, რომ ბანერი გადმოიწია და საზღვარი დაირღვა. წავიკითხე სოციალურ ქსელებში, რომ ჟურნალისტები აკეთებენ აქციას, წავედით და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ 2 დღის განმავლობაში განცხადებაც კი არ გააკეთა ამასთან დაკავშირებით, არა, განცხადება არ ჩასულან და არანაირი აქტიურობა არ იყო. უბრალოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ემოციურად თქვათ, მაგრამ ამეთი ჩვენ აქტუალური გავხადეთ ეს თემა და წამოვწიეთ წინა პლანზე, რომ განხილვის საგანი გამხდარიყო და ძალიან გთხოვთ, რომ ამას პროვოკაციად უნდა ვარქვით. ეს იყო რატომ შეუქმნათ პრობლემები? მოიცა ერთი წუთით კახა. ეხავე პატა, ეხავე მოსახლეობას, რომ დღეს ეს ადამიანები ვეღარ ახორციელებენ, იმასაც აკეთებენ. გიორგი, შენ ყოფილი ჟურნალისტი ხარ და შენ თუ წახვიდოდი, რა იქნება? ამ ადამიანებს კონკრეტული პრობლემები შეუქმნით და ეს ადამიანები დარტყმის ქვეშ დააყენეთ. ეს ადამიანები დააყენეთ იმ ცეცხლის გვარზე, რომ შესაბამისად მათზე შეიძლება მოხდეს ალიანს, უნდა ვზდიოთ შემდეგ ღმერთმა დაიფაროს თითოეული მათგანი, მაგრამ აი ამ ქმედების შემდეგ გაასმაგდა იმის შესაძლებლობა, რომ შემდეგ უკვე იმ ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანები შემდეგ უნდა გამოვისყიდოთ, გამოვიდიოთ უცხინვალის იზოლატორიდან. და თქვენ გააკეთეთ მაგ ამბავს ვიცი რა, ერთი ამბავი ჩახვალთა გამოიყვანთ იმათი. როგორც გიორგი ბატონო, როგორც ერთი წუთი დავასრულე. უბლოკო სტატუსი. უბლოკო სტატუსი. აი გაგი გიათ ეგეთი რამე ჟურნალისტო. უბლოკო სტატუსი. კარგი, საქართველოს არ უნდა იყოს არც ერთი ამდენი ხოჩა, თქვენ არ გაქვთ მიკროფონი და არის მის ხმა. კახა დაასრულეთ მალე შეიძლება. როგორც ადამიანისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, სიცოცხლე არის ყველაზე ფუნდამენტალური და ყველაზე მთავარი უფლება. სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი არის სახელმწიფოს საზღვარი. სიჩუმე დარბაზში, ერთი წუთი დავაცადოთ. კახა დაასრულე, თუ შეიძლება და მაგიდასთან როგორც გადმოვიდეთ. ადამიანისთვის სიცოცხლე არის ყველაზე მთავარი ფუნდამენტალური უფლება, ასევე სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი არის სახელმწიფოს საზღვარი. უკაცრავად ნაციონალური აქტივისტები, ვიზეც თქვენ საუბრობთ, არიან ჟურნალისტები და არ არიან ისინი პარტიული. გასაგებია უკაცრავად ერთი წუთით მოსმინეთ, ესენი არიან ადამიანები, ვინც გააპროტესტეს პირველებმა ის ყველაფერი და დაასრულოს. კახა გაგოშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის არის ამდენი წელი ჟურნალისტი, ამიტომ დაასრულეთ კახა და სახელმწიფო, ამიტომ მოგცემთ ყველა ერთხელ გავიმეორებ. თუ შეიძლება მომისმინეთ
ადამიანისთვის როგორც სიცოცხლე არის ყველაზე მთავარი ფუნდამენტალური უფლება, ასევე არის სახელმწიფოსთვის საზღვარი, ხო? თუ ტერიტორია არ ექნება სახელმწიფოს, იქ ყველაფერზე დამთავრებულია საუბარი. რაღა უნდა ვერც ადამიანის უფლებებს დაიცვა და ვერც დემოკრატიას ვერებს ვერ გააკეთებ. ამიტომ საზღვრის გადმოწევა არის ისეთი რაღაცა, რომელზეც არანაირი ტაქტიკა, სტრატეგია, რაღაც პოლიტიკა აქ მყისიერად სახელმწიფომ უნდა გამოხატოს ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადადგას და დააფიქსიროს. რა რადიკალური კახა, ანუ ყველაფერი რაც საჭირო იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი. ბატა გაძლევთ საერთაშორისო დონეზე. პირველ რიგში საერთაშორისო დონეზე პროტესტი მადლობა. რას უყოლა, დიდი მადლობა გალბატონენგა. ქვით და ხათუნას შემდეგ. მაქსიმალურად შევეცდით ძალიან მოკლედ ვილაპარაკოთ და ძალიან მინდა ყველას თხოვა ამ ჯდომს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ქართველები და ყველა ვართ ჩვენი სახელმწიფოს შვილები რა. რა პარტიაშიც არ უნდა ვიყოთ, რა ხედვებიც არ უნდა გქონდეს, ყველა თავისებურად გვყარს ეს ქვეყანა. ზოგი ფიქრობს რომ ასე ჯობია ქვეყნის განვითარება, ზოგი ფიქრობს რომ ასე ჯობია ეს ყველას თავიანთი ხედვაა, მაგრამ ამ წუთა ჩვენ ამ დარბაზში რო ვზივართ და როცა ხდება ბორდერიზაცია ფაქტიურად, ხო? ჩვენი მტერი უყურებს ამას. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ანდრე ჯეგენია იყო ასეთი გენერალური პროკურორი, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, მაგასთან მქონდა მოლაპარაკება 2000 წელი იყო. და აფხაზეთის სტატუსზე საუბრობდა. რა მითხრა, იცით? აი პირველი პასპორტიზაცია რო დაიწყო, რუსული პასპორტების დარიგება აფხაზეთში, მე მოლაპარაკებაზე რო ვიყავი, ჩამოსულიო შევარნადესთანო, როდესაც იმელი შენობაში ავდიოდიო მეხუთე სართულზე, მესამე სართულზე დავინახეო, ბიჭები მიყოდებული იყვნენო, ავტომატები და აგინებდნენ შევარნაძესო. და მე კანკალებდიო, სანამ მეხუთე სართულზე ავიდედიო, ედუარდ შევარნაძეს ხვდებიო. მაგრამ მესამე და მეხუთე სართულს შორის მივხვდიო, რომ ყველაფერი გაგვივა ჩვენო. ყველაფერი გაგვივა დამოუკიდებლობა აფხაზეთის და ცხინვალის და ყველაფერიო. რატომ იცით, ნახა ჩვენი ამბავი. და შეიცვალა აზრი და ისე შევედიო შევარნაძესთან კაბინეტში. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას. ყველამ დამოვითოკოთ ჩვენი ემოციები რაც არის და ვილაპარაკოთ იმასთან დაკავშირებით, რა არის მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ 2008 წლის გამოვლინება არის, რა ქვია მაგას, პარდონმა კობამ საანსორად ახსენა, როცა ლაპარაკია 24 წელზე. ეს ხო არ დაწყებულა ეხლა. ეს დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დაიწყო სწრაფა დამოუკიდებლობისაკენ და მოინდომა ყოფილიყო სუვერენული სახელმწიფო საბჭოთა კავშირიდან გასულიყო, ხო? რეალურად ამუშავდა ის ნაღმები, რა ნაღმებიც იყო ჩადებული ამ სიტუაციაში. 2008 წელზე როცა ვლაპარაკობთ, ყველა მინდა ძალიან კარგად ერთი რაღაცა გაეთვალისწინოს. მე მიყვარს დოკუმენტებით ლაპარაკი. იყო ტალიანის კომისიის დასკვნა, იყო საპარლამენტო კომისიის დასკვნა. ჩემი და საპარლამენტო კომისიის ტალიანის დასკვნა ფაქტურად იდენტური არის. ვინც წაიგიხდა სამწუხაროდ, არავინ არ კითხულობს. მაგრამ განსხვავება იყო ერთ რაღაცაში. ტალიანი იზახოდა იმას, რომ ქართულმა მხარემ გადაამეტა საბრძოლო მოქმედებების ძალის გამოყენებაში. რეალურად, როცა საბრძოლო მოქმედებები არის, ბატონი კობა აგერ ლამეთახება, ძალიან ძნელია განსაზღვრო ძალის გამოყენების ფორმა, რა დონეზე წავა ეს ყველაფერი. ხო, და ამიტომ, ხო, არ ჩავდივარ დეტალში, ვიძახი რაც ხდება სიტუაცია, ხო? აქედან გამომდინარე ვიძახი ერთ რაღაცას. თუ ვინმეს რაღაც პრეტენზიები და ქართული ოცნება იძახოთ ამ პრეტენზიებზე, ხუთი საქმე გადავაგზავნე პროკურატურაში. დღემდე არ გამოუძებია არც ნაციონალურ მოძრაობას, არც ქართულ ოცნებას. რა საქმეები? არა, ბევრი დარღვევები, რომელიც იყო, თუ არის პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ეს ერთი, მეორე თემა. თუ ვინმეს პრეტენზიები არის, გადაესწრებინათ ეს დასკვნა, მაგრამ პრეტენზიები არავის არ აქვს და ამიტომ ნუ მივყვებით იმ ჭორიკნობას, რა ჭორიკნობაც არის და ვილაპარაკოთ ფაქტები. ნიშნულად ერთი წუთად. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და ჟურნალისტების მოქმედებას და აი მიმართულებას. რაც მოხდა 2012 წელს. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ წავიდა დათმობითი პოლიტიკა სიტუაციის დარბილებიდან გამომდინარე, გამწვევების მოხსნა სიტუაციიდან, რათა ყოფილიყო დიალოგის გამონახვა რუსეთის ფედერაციასთან. არანაირი პრობლემას მე ამაში არ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ რუსული მხარე როგორც მოქმედებს ყოველთვის თავისი პოზიციიდან, არც არ მოქმედებს ჩვენი პოზიციიდან. რა პოზიციაზე ჩვენ არ უნდა ვიყოთ. 2012 წელს მე სხვა მკითხვას და ეხლა საზოგადოების წინაშე ვინ გასცა ბრძანებამ ძალიან მაინტერესებს ბლოკპოსტების მოხსნის და პატრულების თელ პერიმეტრზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რატომ? 2008-დან 2012 წლამდე სტატისტიკა შეიძლება ამოიღოთ 70-მდე პოლიციელია დაღუპული. რატო დაიღუპა ეს ბიჭები, იცით? იმიტომ რომ ისინი იცავდნენ თითო მეტრს. ისინი მათ ბრძანება ჰქონდათ, რომ მათ არ გაესროლათ ვანო მერაბიშვილისაგან. რომ არ გაესროლათ. და მათ ესროდნენ, მაგრამ საზღვარი არ გადმოიწია. და მე პრობლემა მქონდა პარლამენტში და მე ვიძახოდი, რატო გაეცეთ ბრძანება ცეცხლის არ გახსნაზე, ხო? როდესაც ყურება პოლიციელი. სიტყვაზე ვაპარაკო. ერთ წუთად. არა, ერთ წუთად. არა, ერთი წუთად. ბოლომდე მათქვევინდეთ რა. ბოლომდე მათქვევინდეთ და ეს მე რატო ვლაპარაკობ, იცით? არა, რატო ვლაპარაკობ ამას, იცით? აქ პრობლემა იმაშია, რომ როცა ბლოკპოსტები მოიხსნა. არა. გადმოვალოთო თქვენთან. სხვა რაღაცას ვლაპარაკობ, გამიგე რა. არ მინდა, მე ვიძახი ერთ რაღაცას. რომ
ამ სიტუაციაზე რადგან რომ დაიწყო პატრულიზება, როცა დაიწყო არა, როცა დაიწყო მნიშვნელოვანი დეტალია ეს. ბარნოვი არა ჩემი პარტიის წევრი და ბარნოვი მოალაპარაკებ პოლიციელს რომელიც იცავს დღესაც განსხავს და აყენებს შეურაცხყოფას დავასულ დამასულებია აზრი დამასულებია და მესეჯ ბოქსებით ნუ მელაპარაკებით. როცა დაიწყო პატრულება პოლიციამ მე ამით იმის ვქვამდი რომ რუსეთმა ისარგებლა ამით. ნახა მაყოფაზე არა ლაპარაკებთ იწუდეს ხო არ ლაპარაკობ ამაზე ხო და დაიწყო მოქმედებები გადაწევა ამის შემდგომ როცა დღეს საუბარი არის ოკუპაციის თქვენ საზოგადოება არ შემყავს შეგხავთ იმიტომ რომ არც ერთხელ არ გაუქმებულა არანაირი პოსტი არ გაუქმებულა არანაირი საპატრულო კონტროლი და არ გაუქმებულა არანაირი სპეცნაზი აღიარებული ტერიტორიაზე არა რა წერია დღეს იგივე მესაზღვრებს აყენებდა შეურაცხყოფას აყენებდა შეურაცხყოფას როცა საუბარი არის ბიბის ნავთობსადენზე ეს არის დემაგოგია ბიბის ნავთობსადენი საბრძოლო მოქმედების სახელმწიფო სახელმწიფოებრივი აზროვნება რა არის საერთოდ შემდგომ მოხდა ამის გადაწევა რა დღესაც არის დემაგოგია რა არის დემაგოგია რა არის იცი დღეს რომ კანცლერიდან SMS-ები გამოგიგზავნა ძალიან არასოდეს არ გაჩერებულა ადგილზე მარტო შემიძლია არასოდეს ადგილზე არ გაჩერებულა არ ვიდა დემაგოგიაზე ლაპარაკი საუბარი არის სახელმწიფოზე საუბარი არის იმაზე სახელმწიფო არ დაიყვანოს და ჩვენი ტერიტორია რომელიც მიან უკაცრავად ხათუნა ხოფერიას ვაძლევს კაცი დაიღუპა რომ დაეცვა ტერიტორია გამიგე მე რამიშოს კი არ ვამართებ ვამწყუნებ ამაში რა მე გაიგე ნორმალურად რა გაიცვა ლანდაუს ანდრო ბარნოვი რატო სანდრო ბარნოვი პოლიციას დაეცვა მე არ ვამართებ ძალიან თავისუფალი ზონის წარმომადგენელი გევანდელი ბაში გაჩერდი გავჩერდები არ გავჩერდები ხო და ტერიტორია არის ძალიან მარტივი რომ იმ ბიჭებმა სისხლი ჩემმა ოჯახის წევრებმა ჩემო ძამებმა სისხლი დაგვარეს გესმით რატო დაგვარეს ხო როცა შემე ვიცი თუ იყავი და მით უმეტეს თუ ბრძოლობდით ყობა რატო წავიდა 24 წლის უკან ცხინვალში რატო წავიდა მაშინ მე 17 წლის ვიყავი უფრო უმცროსი რატო წავიდა საუბრად გეტყვი ისი ეს ემოციაა ძალიან რომ მოხდა ძალიან განვიცდი გაგეუნები საშუალება უნდა მომწეს ერთი წუთი სიყვარულს ვაბრალებ ოთარ ერთი წუთი ხათუნა ხოფერიას არაფერი არ უთქვამს დღევანდელ გადაცემაში ხათუნა თქვი და გადმოვალ ნუ ნერვიულობ გადმოვალ ყველასთან გაძლევთ სიტყვას გისმენთ იოგები მაქვს დაზიანებული და ძალიანაც რომ მომინდეს ყვირილი ვერ ვიყვირებ და თუ შეიძლება მომეცით უფლება რომ დავიწყო და ბოლომდე დავამთავრო რასაც ვამბობ ბატონობა და აი ეს სიტუაცია რო შექმნილი დღეს და ძირითადად 2008 წლის საფუძვლებს რო ხედავენ არის თქვენი დანაშაული თქვენი კომისიის დანაშაული თუ შეიძლება დავამთავრებ ძალიან მინდა გთხოვოთ თქვენ ყველანი ჩემი კოლეგები ხართ თუ რამე შეკითხვა გექნება ჩაიწერეთ და მისი ამოვნებით გიპასუხებთ გაწმუნებთ შეურაცხყოფას არავის მოგაყენებთ თქვენი დანაშაულია ბატონობა და იმიტომ რომ მე საკითხული მაქვს თქვენი დასკვნა სადაც ვერ გავიგე რა მოხდა კოდორის ხეობაში თქვენ საპარლამენტო კომისიამ არ დადეს პოლიტიკური შეფასება იმ მოვლენების. რატო გადაერქვა სახელი? რა მოხდა ახალგორში რეალურად? რა მოხდა კარალეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, როცა არანაირი საფრთხე არ უნდა შექმნოდა და მაინც შეექმნა? რა მოხდა? რამდენი იარაღი ჩაბარდა კოდორის ხეობაში? რატო მოხდა წინასწარი შეტანა ამ იარაღის და ზოგადად იარაღის ბიზნესი რითი იყო დაკავშირებული 2008 წლის ომთან? ხოლო ის რაც ხდება დღეს მე იმა ძალიან მაგონებს იცი რომელ პერიოდს აი ყველა რო ფანდარას რომ ღეროდა ეს არის ჩვენ შევეჩვიეთ იცი 9 წლის განმავლობაში გვაჩვევდნენ სპექტაკლიზირებულ პოლიტიკას სულ სპექტაკლები უნდა ყოფილიყო გამოდიან მაცხოვრებლები და ამბობენ რომ თავი გაგვანებეთო გამოვიდნენ და თქვენ ეს რო გვაცალეთო რა მოვიდნენ და მოსავალი გვაქვს ხალხო ასაღებიო ჩვენ იმდენი ვიმღერეთ ფანდარასტი და ისე შევქმნეთ თქვენი ფანდარასტული პოლიტიკა იმ წლების განმავლობაში, რომ საბოლოო ჯამში ათასობით ოჯახი გავაუბედურეთ, ათასობით ადამიანი გავტოვეთ უსახაროდ და ეხლა იმის ნაცვლად, რომ ვიჯდეთ, ვისხდეთ აქ და ჩვენ არა, აბა ჩვენზე ჭკვიანები, მოწვეული პოლიტიკოსები, მოწვეული პოლიტოლოგები, რომლებიც გააკეთებენ იმის ანალიზს, ზოგადად რა ხდება მსოფლიოში და რა კონტექსტში ჩდება ეს საქართველო, რატო გააკეთა ალიევმა გუშინ წინ განცხადება, მოგეხსენება ურთულესი თემაა. თვითონ ჩვენს მოძმე
აზერბაიჯანს ირანიდან საფრთხე ემუქრება, რატო აწერს ამერიკა ხელს ირანთან? ჩვენ თუ ამას ყველაფერს არ გავარკვევთ, იცით რისი თქმა მინდა? ჩვენ რაც უფრო მეტად მთელი მსოფლიოს პრობლემაა რუსეთი. მთელი მსოფლიოსი და ყველა ვექტორი მიდის რუსეთისკენ. ჩვენ თუ დავიწყებთ ამოგლეჯილად ამ საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან ქმედებებს და გავაგრძელებთ ისევ იმ 9 წლიან ფანდარასტულ პოლიტიკას, მეგობრებო, ან ძალიან სასაცილოები გავხდებით, ან ისეთები გავხდებით, როგორებიც ვიყავით 2008 წლის აგვისტოში. ეს იქნება მადლობა. ერთი ეხავე, პასუხი გასცეს და ოთარს და მეგის ვაძლევს სიტყვას. გისმენთ. რაც შეეხება რაც თქვენ დააყენეთ ქალბატონო ხათუნა, მწუხარ რომ თქვენ თქვით რომ წავიკითხეთ დასკვნა, ეს მედიით შეიძლება ამოიღოთ ვიდეო ფაილები, რომელსაც ღიად იყო, არც აქ იკითხეთ. ერთ წუთას, არა, ერთ წუთას თქვით რატო? რაც შეეხება კოდორის ხეობას. პირველ რიგში, ჩვენი კომისია იყო დროებით საპარლამენტო კომისია, კარგად მოგეხსენებათ რომ არ ქონდა საგამოძიებო ფუნქციები. 22 რესპონდენტი, რომელიც დაუკითხე, ყველას უსვამდი ერთ კითხვას. ვინ ჩააბარა კოდორის ხეობა? ვინ გასცა ბრძანება ჯარების გამოყვანაზე? და მიიღეთ პასუხი. 22 რესპონდენტიდან ყველა იყო ჩაჩუმებული, ერთმა რესპონდენტმა, ვანო მერაბიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, მე გავეცი ბრძანება ჯარების გამოყვანაზე. ეს კაცრად გაწერილია კომისიის დასკვნაში, რატო არ ეს რაც შეეხება ზემო აფხაზეთის თემას, ეს მაშინაც მეც პარლამენტში გამოდდა, მე არ უჭერდი ამ ისაც აფხაზეთის ტერიტორია იყოს და არ უნდა ზემო აფხაზეთის დაქრება, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ ქონდა. ეს დასკვნაში ასახული ზემო ტოპონიკი მიმიკის ბრძოლა არ დაგვიწყია, იმიტომ რომ არ ქონდა ეს საშუალება. მაგრამ რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენ ნერვიულობთ, ეხლა ისევ ნერვიულობთ, მე იმ რაიონის მკვიდრი ვარ. მაინც რატო გაეცა ბრძანება ამ მიმართულებით, როდესაც შეიძლება რაღაცებს გაკეთებ. ამიტომ ვიძახი, რომ ეგ საკითხები, რომელიც არის ბევრი რაღაცა. გადაგზავნილია პროკურატურაში და ძალიან მარტივი გამოხატულია. ეს იყო დანაშაული კოდორის ხეობის ჩაბარება რო იყო დანაშაული თქვენ დასკვნაში ეს პირდაპირ არის გაწერილი რომ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა წამოიწყო შტურმი რუსეთის ფედერაციამ და კითხვა დავსვი რატომ გამოიყენა ჯარები მარტივად ძალიან მადლობა თქვენ თქვით უკვე თქვენი ერთი წუთი თქვით და მეგის ვაძლევს სიტყვას და გადმოვალ თქვენთან დღეს მოსახლეობა ჩვენგან ითხოვს მიიღოს ანალიზი და არა რაღაცა ცოტა მაღალ დონეზე საჭიროა რომ აიწიოს მე მგონი კულტურა რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ ხოლმე სიტუაცია არის შემდეგნაირი 2008 წლის შემდეგ ეს ცოტავი ანექსია გრძელდება ყოველდღიურად დღეს რეალურად 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიცვალა მიდგომები ლილი პუტინის მაგირო დადავიდა კონსტრუქციულ მიმართულებებზე და დღეს და გუშინ და ამ პერიოდში მივიღეთ ჩვენ შედეგი ის რომ როდესაც საქართველოს ელოდება ესეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ამ ზაფხულში არის რეგიონალური პრობლემები თუ შეიძლება გავაგზავნო ხედავთ რა უბრუნდები არა უბრუნდ ძალიან დიდი ბოდიში ნუ ქირიკოვ თუ შეიძლება პრობლემა არის იმაში რომ თქვენ წეგან არ გაუქმებულა თავდაცვის მე ვარ სამართალ დამთავრებული მოქალაქეებმა ანალიზი ნორმალური და არ გეკადრებათ თქვენ ბატონო ბატა თქვენ ახსენებდით რომ გაუქმდა რაღაცა საპატრულო ოლქები გაუქმდა სპეციალიზაცია ტყუილია ეს ტყუილია ეს გაეროს მონიტორინგში წერია ის გაეროს მეთქი რა ქვია ეს პრობლემა იყო პოლიტიკური პროვოკაცია კიდევ ერთხელ გეუბნებით ამას პოლიციელი რომელიც როგორც მაშინ ისე დღეს იცავს საზღვარს და მიდის ყოფილი გუბერნატორი რომელიც აყენებს შეურაცხყოფას დღეს პოლიციის მანქანას ურტყავენ წიგიხლს და არის რაღაცა ძალიან ისეთი უხერხული დამოკიდებულებები და ამის მერე სწორედ რომ ფონია რეგიონში პრობლემური და იღებს მსგავს პროვოკაციას ოპოზიცია თავის ეს რაღაცას ვიტყვი ერთი წუთი მე კი გაძლევს რომელიც ხდება რაც შეეხება მესიჯ ბოქსებს და ასე შემდეგ სამთავრობო ოპოზიცია არის ერთი რომ ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია გაითვალისწინოს რა არის სახელმწიფო ინტერესი ბატონო პაატა და სახელმწიფო დეპრივას გაყვეს ეს არის მთავარი დღე რაღაცას ვიტყვი მე შეიძლება კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოხდეს ამის დაბრუნება და დროშების დაბრუნება ტერიტორიების დაბრუნება და საქართველოს აუცილებლად ერთი წუთით მეგის ვაძლევს სიტყვას მანამდე მე უნდა ვთქვა ერთი რამ იმ პოლიციელზე იყო საუბარი ვისთანაც გუშინ ბატონ ბარნოვს ჰქონდა ეს ცნობილი შეხლა შემოხლა მე შემხვდა ეს პოლიციელი როდესაც ჩავედით იქ გადასაღებად გუშინ ინტერვიუების და მე მას მინდა ჩემი პატივისცემა რომ დაუდასტურო ეხერიდან ძალიან დიდი პატივისცემა ოთარ უკაცრავად თქვენ რო წუხათ იმ პოლიციაზე ვლაბარაკობ ეხლა და თუ შეიძლება რომ დავასრულო პოლიციელი რომელთანაც გუშინ იყო ეს შეხლა შემოხლა ჩვენ გვაცილებდა ჟურნალისტებს და მე მას ვეუბნები ეთერიდან მადლობას იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა რომ შევსულიყავით იმ სოფელში და ადამიანებისგან აგვეღო ინტერვიუები და სწორედ ის პოლიციელი იყო ერთ-ერთი ვინ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა ასე რომ მე მას პირადად ვუხდი ძალიან დიდ მადლობას პირდაპირ ეთერიდან გისმენთ
დარბაზს იქნებს თქო, ჩემ არავინ არ შეგაწყვეტინებ თქვენ. ოღონდ ეხა უკვე დროში უნდა ჩავშეთ. კი, რა თქმა უნდა, 2 წუთი უნდა მომწეთ, იმიტომ რომ საერთოდ ხმა არ მომიღია მე. ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთის პარლამენტები რეზოლუციას იღებს და ბიუროზე გაწიწმატებული კობახიძე და ტყემალაძე რა დღეში იყვნენ უმცირესობას პირდაპირ ებრძოდნენ რომ რეზოლუცია არ მიეღოთ. ეს ერთი რა ბერძენიშვილს უნდა ვუპასუხო და უნდა ვუპასუხო დიახ. რეზოლუცია უნდა მიეღო. არ მაინტერესებს რეზოლუცია, უნდა მიეღო. უნდა მიიღოს რეზოლუცია პარლამენტმა. ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, ესტონეთი რა როგორმე ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ჩაიწერა რომ რუსეთი ოკუპანტია რა და როგორმე მოახერხებს უმცირესობა როგორმე მოახერხებს. ეხლა მეორე რა შეეხება ლევან ბერძენიშვილს პასუხობ ზაქარეიშვილს და უნდა მაცადოთ აუცილებლად რა. ესე იგი, ის რომ ამბობს ზაქარეიშვილი, რომ საგუშაგოები რატომ მოშალეს, საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს იქ მოსახლეობას, რომ საერთოდ არ არსებობს საგუშაგო, განიარაღებული აბსოლუტურად მობილური ჯგუფები. ეს არის სრული ტყუილი, სრულად fresh news-ის გამოკითხვა ნახეთ და ნახავთ იქ მოქალაქეები, საერთოდ თვალით არ უნახავთ არავინ საერთოდ. პოლიცია, არანაირი პოლიცია იქ არ იცავს, მოსახლეობა. მე ვნახე პოლიციელები. მე არ მინდა რომ ხელისუფლების დამცველი ვიყო ეხლა. მოსახლეობა არის დაუცველი თუ არა? მე ვამბობ მოსახლეობას. თავად ამბობენ უყურეთ fresh news-ის გამოკითხვას. ეს ერთი. რატომ არ იწევს ჟენევის რიგარეშე სხდომას ხელისუფლება საერთოდ? რატომ არ იწევს გაეროს უშიშროების სხდომას? რატომ არ ჩაყავთ საგანგებო დელეგაციები ხურვალეთში? რატომ არ უჩივია რუსეთს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში? აღარ გავაგზავნებ რომ მე არ გამაჩეროთ რა. და რა შეეხება ზაქარეიშვილს რა? ცოტა ინფონიეთ, ცოტა ზრდილობა. ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მეცნიერული კომუნიზმის განხრით არის პაატა ზაქარეიშვილი და მას პასუხობ ახლა. რა შეეხება ოკუპაციის ყველაფერი ჩამოწერე რა, მქონდა დრო. ერთი წამით რა, გიორგი შენთან მაქვს, მე გეტყვი რომ დავამთავრებ რა. ხო, ძალიან სერიოზული ამბავი მაქვს შენთან რა. კი, რა შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს. ხმას ვუწევ ავტომატურად. ნუ გაქვს მომარჯვება, გამوارდით რა. ეს გამوارდით მიკროფონი გაქვს. ხო. არა, ესე არ გავაგზელებ. კარგი, ვაცადოთ და გადმოვდივართ თქვენთან ხალხო რა. გამوارდით. ისმენ, გამოწვეული. იმ მიკროფონში რამეს გავჩერდები. რა შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს. მათ კანონის მეათე მუხლში 2008 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებად ითვლება საჩხერის რაიონის, კერძოდ პერევის, ქურთის, ერედვის, აჟარის, ახალგორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. და რა უნდა თქვაც ახლა რომ ძლივს გასული რუსულ ჯარს უკან იხმობს? ეს ერთი, ამას მიაქციათ ყურადღება. არა, ვაგრძელებ. აბაშიძე კარასინის ფორმატი. არის პირდაპირ ჩვენც ვიტყვით ჩვენს მოსაზრებას. არაფერი არ მithქვამს სინგარა, აი საერთოდ არაფერი არ მithქვამს. საერთოდ არაფერი არ მithქვამს. ნუ არ მithქვამს. იმდენი ყურცელი გიდევთ. არა, ეხლა აბა რა ვქნა არ დავწერო? ლევან ბერძენიშვილი და დათო ბერძენიშვილი. აი უთხარი და მე ვიტყვი. ერთი წუთით რა, გადმოვდივარ. ალაპარაკე და მე გავაგზავნე. გადმოვდივ, თქვენთან მექნება კიდევ ერთხელ საერთოდ არ მithქვამს არაფერი. ერთი წუთით, თქვენ უკვე თქვით, ერთი წუთით რა. ერთი წუთით. გადააწოდეთ ამ სტუდიაში ზის ადამიანი, რომელიც არის ჩამოსული არ ჩემს უკაცრავად. თქვენ გადაცემის სამყვანი ხართ. გადააწოდეთ. არის რომ მომწევთ სიტყვას, როცა კაბოტონი ორი სიტყვით ვიტყვით თუ შეიძლება. კაბოტონ ეკა ხერხეულიძეს არავინ არ გაცა პასუხი. გადააწოდეთ მიკროფონი ადამიანს, რომელიც არის ჩამოსული კონფლიქტის ზონიდან. გისმენთ რა სიტყვით თქვენ? კონფლიქტის ზონიდან ჩამოსული გუღაშვილი ალექსანდრე. პირველ რიგში უნდა ვთქვა, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია იყო პირველ რიგში. როგორც ჩვენ ნახეთ, შემოვიდნენ აიგეს ეს ბარიერი, ამოგლიჯეს, არავის არ შეეკითხა ისე და მინდა ახლა ჟურნალისტ პირდაპირ შევეკითხო გაიგე, ვინმე იყო თქვენთან იქ ყავს ჩვენ წუნებული. თქვენს გვერდით ვინმე იყო, რომელიმე მოსახლე იყო თქვენთან რომ ჩამოხვედა იქ გამოხატეთ თქვენი გამოხატულება თუ რომელიმე იყო ჩვენგან. ჩვენ შეგვეძლო ეს ამოგვეღო და გადაგვეძლო ფეხის შეგვეძლო. რატომ არ მოიღეთ? ვერ ამოიღებთ, იმიტომ ეს დაუკითხავთ, ესე მივსულიყავით ჩვენ გაიგე. ვისგან დაუკითხავთ უკაცრავად? ვისგან დაუკითხავთ, არა, თვითნებურად ხარ შევიდოდით, როგორც ესე შემოვიდნენ, გაი დაუკითხავთ და მოგლიეს გაი. ესო განწოვება არ გვინდოდა. ჩვენ განწოვება არ გვინდოდა რუსეთთან.
ეს აგეთ ჩვენ ახლა დღეში ჩავარდით. მოსავალს ვეღარ ვიღებთ. ეხლა მე გადმომწეს. მოსავალს ვეღარ იღებთ, დარჩა თქვენ. დარჩა 45 ჰექტარია დარჩენილი. 45 ჰექტარი. კომბაინერი ახლა დღეს რო გამოვიდა, კულუხაშვილი იყო ჩვენი კომბაინერი იყო ის. ეხლა რა ვქნათ ეხლა როგორ ავიღოთ ეს 45 ჰექტარი? რა გავაკეთოთ? ან თქვენ ამბობთ რომ ჟურნალისტების იქ ჩამოსვლის მერე დაიძაბა ეს სიტუაცია და თქვენ შეგექმნათ პრობლემები? ჩვენ შეგვექმნა პრობლემები, მაგ შეგვექმნა პრობლემები. მოდით ეკაც მოусმენთ, თუ შეიძლება. გოჩა თქვენც უპასუხებთ, გისმენთ ეკა. ძალიან იყო ჩვენმა მოსახლეობამ. მოდით მოусმენთ, მოთარ გაძლევთ სიტყვას, გისმენთ. მართლა გულწრფელად ვიძახი, რაღაცა უხერხულობა მჭირს უკვე, იმიტომ რომ საუბრობთ რუსულ ოკუპაციაზე, საუბრობთ ჯერ ყველაფერსო თავი დავანებოთ, რაღაცა იმის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან, იმ ხელისუფლების ბრალი იყო, ამის სულ არ მაინტერესებს, ყველა ხელისუფლებას თავისი ბრალი აქვს ამ ყველაფრის წინაშე და უფრო უარესი კიდე. სულ არ მაინტერესებს ჩვენ, მე პირადად ჟურნალისტმა საქართველოს მოქალაქედ გამოვხატეთ ჩემის მოქალაქეობრივი ვალდებული. მე იცით რა არის? სახელმწიფო სასწორზე არაფერზე არ დგას, მაპატიეთ, მაგრამ არ ჟურნალისტურ სტანდარტზე. სახელმწიფოს მისი ინტერესი არ დგას სასწორ არაფერზე. იცით რა შეასაკ, იცით რა ჩამოვედით იქ. იმიტომ რომ ხელისუფლების პასიურ პოლიტიკას რო ვხედავ, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. მე მესმის პოლიტიკაში გამიგია პასიური სტრატეგია, როდესაც გაქვს მოლოდინი მომავლის აქტიური სტრატეგიის. მაგრამ როდესაც არ არსებობს ესეთი მოლოდინი და ვერ დავინახეთ, მაგიტო ჩემო ბატონო 200 წელია საქართველოს ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ეს არ დაწყებულა მაპატიეთ ყველამ, მომსწრევარ ყველა მოვლენის, აბსოლუტურად და ჩვენ არ ვართ ის თაობა ინგა, რომელსაც რაღაცა დღეს ვნახეთ. დღეს არ დაწყებულა ეს 200 წელია საქართველოს ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ერთი წამი დავამთავრებ თუ შეიძლება რა. და რა უკაცრავად თუ შეიძლება მაპატიეთ რა თქვენ თუ გიორგი ძალიან გქონდა. გიორგი ჩვენ არ ჩავსულვართ, გიორგი ჩვენ არ ჩავსულვართ. ერთი წამი მე შეიძლება ესე მოგვარება. ბაცადო ეკას თუ შეიძლება გიორგი ძალიან გქონდა. ჩვენი იქ ჩასულვართ. დამასრულებინოთ. მაპატიეთ, დამასრულებინოთ რა. 45 ჰექტარი. ბესო მაპატიე ერთი წამი. გააჩნია როგორ მოული, გაიგე. გააჩნია როგორ რამდენი 1000 ლარის გექტარი ის მოვიდა. მე უბრალოდ გეკითხებთ, მაინტერესებს. აი მაგას რა მნიშვნელობა? არა, 1 ტონა მოდის 45 ჰექტარში მოდის 1 ტონა. ესო რა მნიშვნელობა? გიორგი ძალიან დაგაკარგინეთ და მე ბოდიში ძალიან მნიშვნელობა. რამდენი მოსავალი მოდის? ესენი ერთი წუთით რა. იმის მიუხედავად რომ მე ვთქვი რომ მე თბილისში არ ვიყავი, თორე თქვენთან ერთად ვიდგები, ეხა არ დაგეთანხმებით. თქვენ ეკითხებით ადამიანს რა, შემოსავალი დაგაკარგინეთო? ამ ადამიანებს მეტი არ აქვს. პურის ფულსაც იგივე კითხვა და იგივე კითხვა და ხელისუფლებას. იგივე კითხვა და მაინტერესებს დაუკარგეთ. ბოდიში გადაგმოუცხრა ბოდიში მინდა მოგიხადოთ რომ დაგაკარგინეთ რაღაცა და შევასრულო რაღაც ვალდებულობა, ან ჩემს საძმაკაცო შევაგრო, ან რაღაცა უსრა. მოსახლეობას რა უთხრა, შიშის ქვეშ უარია. მეგობრები დავკარგეთ, თქვენ ხორალი აგეგოთ, ბატონო ჩემო. 17 წლის ვიყავით, თქვენი ვიბრძოდი. თქვენზე უფრო შემდეგში იყო. მასე მე თქვენს კაი ერთი და იგივე რამეს უკაცრავად რა. დავასრულებ რა გეხვეწე. არა, მე მომობდი მაგათი პირადად მე. თქვენ ჟურნალისტი ხარ და ძალიან მალაპარაკეთ ბოდიშს ვიხდით. რა უყოთ ამ ბავშვებს, რა გარეთ ვეღარ გამოდიან. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად. მალაპარაკეთ თუ შეიძლება. ძალიან დიდი ბოდიში. მოსავალი როგორ შევიწანოთ, როგორ ავიღოთ. ამ ბავშვებს რა უყოთ, როგორ ვიარსებოთ. ბავშვებს რა უყოთ. გარეთ აღარ გამოდიან ბავშვები შიშისგან რა ვქნათ ეხლა. ეგ კითხვა მაგ ბატონო ჩემო ხელისუფლება ჩვენ ჟურნალისტები იმიტომ ჩავედით ეგ კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან მე დღეს ვუსმენდი მე დღეს ვუსმენდი ხელისუფლების წარმომადგენელს მე ვერ მივიღე მოსახლე იყო თქვენს გვერდით რომ ჩამოყო შეიძლება რომ მოსახლეების დაგესახა მესმის ბატონო ჩემო მაგრამ ძალიან გთხოვთ რა უკაცრავად თქვენ თუ ხართ ჟურნალისტი
ალბათ უნდა გაინტერესებდეთ ადამიანი, რომელიც არის იქიდან ჩამოსული, საუბრობს თავისი ოჯახის პრობლემაზე, საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მძიმე დღეში არიან და მაპატიეთ ეხა თუ ვიტყვი, რომ არ მგონია, რომ ამ კაცს თქვენზე ნაკლებად უყვარდეს თავისი სამშობლო რა. ძალიან დიდი ბოდიში რა. ხო და მაცადეთ ერთი წუთით ეკა დაასრულეთ და გაძლევთ დავასრულებ თუ შეიძლება იქნება მომცეთ უფლება და დამავი თუ შეიძლება დავასრულებ მაგას ვამბობ ზუსტად ჩვენ ძალიან გთხოვთ ნუ გადაგაგთ ის არის იქით რომ იცით რა რაღაცა პროვოკაცია არა ბატონო იმ ბანერის ამოღები არც ერთი პოლიტიკური შეცდომა არ დაშვებულა და ჩვენ თითოეულმა ჟურნალისტმა ერთი წამით ნუ მაწყვეტილებს სიტყვას თუ შეიძლება ის დროშა ის დროშა უნდა აგეღო და კავკასიისას დრო დაგედოთ აი კამდე იყო ჩვენ საქართველოს ტერიტორია მარტივ ბოდიშს გიხდით რა ძალიან დიდ აი საქართველოს ტერიტორია საიდან იწყება ჩემი პოზიცია ეს არის სახელმწიფოს ინტერესი არ დგას არც ერთ სასწორზე ეს არის ჩემი მადლობა ეკა ბოდიშს გიხდით რომ უბრალოდ ის არა დროს ვეღარ მოგწ ერთი წუთით რა არა დუმილი დანაშაულია გიორგი დუმილი დანაშაულია გიორგი ძალიან გხოთ არავინ არ დუმს ესეთი ქმედებები არ აგვარებს ეკა ძალიან გხოთ რა ერთი წუთით ხალხო ეს პირდაპირ ეთერია და თითოეული თქვენი ნათქვამი ეს ვიცი უამრავ ადამიანს უნდა დავფიქრდეთ კონკრეტულმა გაპროტესტებამ ფორმატში არ გიორგი ახვლედიანი ძალიან მიკვირს იმიტომ რომ პირდაპირ ეთერის წესებს ვასწავლი ეხლა მე პირდაპირ ეთერში გიორგი ახვლედიანს უკაცრავად სანამ პოლიტიკოსი გახდებოდით მანამდე ძალიან ბევრი წელი თქვენ მიგყავდათ გადაცემა და ეხლა მე არ უნდა გთხოვდეთ რომ მაწადოთ გადაცემის საყვანა ბძანეთ გისმენთ მოკლედ ცოტა დრო გვაქვს და მოკლედ უნდა თქვა სმენელებს მაგულებებს მე გახლავთ ჟურნალისტი დავით ჭრენტი ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი მე ვარ ქართული მისიის წარმომადგენელი ჩვენ ხშირად გვიწევდა ჩასვლა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ჩვენ ვახორციელებდით ჰუმანიტარულ დახმარებას ჩავყავდა ექიმები ჩავიტანეთ მედიკამენტები და მოსახლეობას ვადევნებდით თვალს ყურს რა ხდებოდა ამ სიტუაციაში როდესაც ვნახე ესე იგი პირველად ზონამ გაავრცელა თავისი ვიდეო მიმართვის კოლაჟი ამის შემდეგ ვაკვირდები რა ხდება ხდება ის რომ ეს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები უკაცრავად რას ნიშნავს გეტყვით არა იქ თერო იყავით არა გეტყვით სხვა რამეს ვიტყვი ხელმძღვანელობდა იქ აი იმ ორგანიზებულ აქციას რომელმაც შედეგი დააყენა ის რომ დღეს მოსახლეობა არის იმ დღეში რა დღეშიც არის ვან ბაიბურთს რა უნდოდა ამათთან ერთად რატო ხელმძღვანელობდა ამათ ვინ არის ვან ბაიბურთი რომელი ჟურნალისტია მადლობა ბატონო უპასუხეთ გოჩა და გადააწოდეთ უკან ძალიან ცოტა დრო გვაქვს რეკლამამდე ჩვენ ეროვნების მიხედვით არ შეგვირჩევია კოლეგები ვინ წამოვიდოდნენ ბატონი ვან ბაიბურთი ნამდვილად იყო ის არის მე მგონი ვრასტანის რაღაც გამოცემის რედაქტორი შესაბამისად ვინც მოვიდა ჩვენ არავის არ გვთქვამს რომ არ წამობზანებული იყვნენ ეს ერთი ეგრეთ წოდებული ცოტა უხერხული კითხვა არის ცოტა უხერხული კითხვა არის და მეორე და დავამთავრებ ლაშა გიორგიდან დამთავრებული დაწყებული აი დღემდე დამთავრებული ყველა მეფე და ყველა ხელმწიფე ჩავდოთ მიწაში და ამოვიღოთ ვის დროსაც საქართველოს ტერიტორია დაპატარავდა დარუბანდიდან ნიკოპსიამდე ხო სირცხვილია ახლა ყველაფერზე არ ვილაპარაკოთ რა კი ბატონო ბატონმა წეგან დასვა შეკითხვა რომ ნატო თუ რუსეთიო და მე პასუხს გავცემ რა საქართველო რა და არც ნატოში და არც რუსეთის ჯარი საქართველოში არ უნდა იდგეს უნდა იდგეს ქართული ჯარი არც ნატო და არც რუსეთი საქართველო აი ეგ არის ჩემი პასუხი რა ჩემი ხედვა სხვა არის ჩემი ხედვა სხვა არის თქვენი ხედვა სხვა არის ხაბატონო იგა ჩვენთანაც გადმოხვალ გმადლობთ ამერიკა მოვა მადლობა შეიძლება თქვა კარგი რატომ რეფერენდუმი ჩატარდა რეფერენდუმი და რუსეთის ჯარი არ დგას კარგად მომისმინეთ შეიძლება რეკლამის დროა ეთერში რუსის ჯარი გავიგე გისმენთ ო აცადეთ მე მინდა გაჩერდით რა ძალიან გთხოვთ რა მე მართლა გთხოვთ თუ არ გაჩერდებით დატოვოთ სტუდია რა მართლა უმორჩილეცად გთხოვთ მესამედ გეუბნებით უკვე ამ გადაცემაში კარგი გისმენთ გოჩა ძალიან 2008 შემოვიდა 2008 შემოვიდა ვაცადეთ ვისო
შემოიყვანა 2008-ში? ვინ შემოიყვანა? შემოიყვანა ჩვენმა ბელადმა, ნაციონალები. ნაციონალების ბელადმა. ემი, ნაციონალების ბელადმა. სურენამ შემოიყვანა თუმცა. არა, მე ვეღარ მოგცემ სიტყვა ძალიან დიდი ბოდიში. თუ თქვენ ერთმანეთის შეურაცხყოფებზე ხართ. ხვი, ძალიან. ეს იყო კონკრეტულად. შეიძლება მომისმინო. კარგი. ერთი წამით რა ძალიან დიდი ბოდიში ლაპარაკობს ადამი. გისმენთ. მე ვარ ამას გაგნიზე ქართული მისიის წარმომადგენელი, როგორც ბატონმა დავითმა ჩვენმა მეგობარმა თქვა. მე ბატონი გია კორკოტაშვილი და ქართული მისია დავდივართ რამოდენიმე თვეა ყველა შაბათ-კვირას ვაკეთებთ მაქსიმალურად რაც შეიძლება ხალხს გვერდზე დავეხმაროთ მაქსიმალურად ყველაფერს ანუ ყველანაირ დახმარებას მედიკამენტებს ჩაკობს ექიმები მე თვითონ ექიმი ვარ პროფესიით ჩაკობს ექიმები მე შეძლებს დაგვარად შაბათ-კვირას ჩავდივართ იმიტომ რომ დანარჩენებში მუშაობ და მე ამ ხალხის გვერდზე ვდგევართ მაქსიმალურად რა ნამდვილად იყოს პროვოკაცია. მე არ მინდა ყველა ჟურნალისტი დავადანაშაულო იქ. იყო რამოდენიმე ჟურნალისტი, ვინც გამოიწავიყვანა იმ პროვოკაციაზე, ბევრი ჟურნალისტი. ხალხი ამბობს, რომ პირდაპირ დაგტოვოსო საჩვენებელის გარეშეო და ის არა, არ თქვა ვერ გავიგე, არ თქვა? არა, დრო ხარ გვაქვს. დაგტოვოსო საჩვენებელს. მე მინდა ანდრო ბარნოვის მისამართი თქვა რა. ერთი პირდაპირ მინდა თქვა, ის რომ მოთხარეს ბანერი. თუ რაღაცას რო აპროტესტებდა ქართული დროშაო, ხო, რაღაცა ზღაპრებს ოყობოდა იქ. ძალიან დიდი ბოდიში რა, მთელი კილომეტრების მანძილზე კიდევ 50 ბანერს ვანახებ რა. ერთი რავაშკაცე წავიდეს და ჩემთან მოთხაროს მაშინ. თქვენი ხავით ადამიანი, რომელიც იქ მიხვედით სწორედ იმ ყველაფრის გასაპროტესტებლად, რა სიტყვით? უკაცრავად მოусმინე. სადაც არ იყო, სადაც დიდი ბოდიში. სადაც კონტროლირებადი ბარერები იყო ქართველებისთვის დებატები აშკარად არ შეიძლება და მე ნელ-ნელა უკვე ვემხრობი იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ არ შეიძლება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეთმოს პოლემიკისთვის გადაცემა. ნელ-ნელა ჩემ და უნებურად. უკვე მეც მიჩნდება ესეთი აზრი. ლაპარაკობთ პატრიოტიზმზე და ერთმანეთის შეურაცხყოფის. მეტი აქ არაფერი ისმის. უკაცრავად გისმენთ. ბესო, მიეცით სიტყვა, გისმენთ. მოგესალმებით იოსებ ხუმელაშვილი. მე გახდით გუშინ იმ ადგილას მეგობრებთან ერთად წავედი. სტუდენტებთან და სამთავრობო სექტორთან ერთად თხოვ ეს რომ მათ გვერდზე წავსულიყავი და დამაფიქსირებინა ჩემი აზრი რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყავ. მივედი აბსოლუტურად მშვიდი აქცია იყო, აბსოლუტურად წყნარი აქცია. დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და 15 წუთში წამოვედით იქიდან. აბსოლუტურად წყნარი აქცია იყო. გისმენთ. და რეკლამის დროა მე მგონი პროდიუსერი მეკვის და გადმოვა რეკლამის შემდეგ. მე ძალიან მინდოდა ბატონი ბერძენიშვილისთვისაც გამეცა პასუხი და მინდოდა ბატონი ზაქარეიშვილისთვისაც გამეცა პასუხი. მან იცრუა ბატონმა ზაქარეიშვილმა, ვინაიდან მას არც გახსენებია 2008 წლის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მესამე მხარეს საფრანგეთის დახმარებით და რომელიც ითვალისწინებდა ამ საზღვრის გადაწევას პირიქით იქით და არა გადმოწევას აქეთ რა. და თვითონ რო ჩამოყალიბდნენ ჯობია, მთავრობა ძალიან სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს დღეს. იმიტომ რომ გუშინ ქალბატონმა ბერუსაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რომ გადმოიწია საზღვარმა და თვითონ მთავრობაშიც კი არ არის ეს ჩამოყალიბებული აზრი რომ გადმოიწია თუ გადაიწია ეს არის ძალიან ზუსტად ეს უნდა მე თქვენთვისაც ბატონო ოთარ ხო თქვენ სახელი შემახსენეთ ბატონო ოთარ თქვენთვისაც მინდოდა მე პასუხი გამიცა ეხლა თქვენთვისაც მინდოდა მე პასუხი გამიცა რა იქ ჩვეულებრივ მაისურში რო დგას პოლიციელი და იარაღი რო აქვს იქ დგას ცივილური ფორმით აპროტესტეს ცივილური ფორმით გადააწოდეთ გო ოთო ძალიან მოკლედ არა რეკლამის დროა ეთერში დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ უკვე მაგიდის სტუმრების ბოლო შეფასებები დაგველოდეთ მაშასე მე შემიძლია პირდაპირ თქვა რომ ასე დაძაბული ეთერი ალბათ ძალიან ბევრი წელია არ წამიყვანია გადმოდივარ ისე მაგიდასთან კობა-კობალაძეს უსვავ პირველ შეკითხვას რაში ხედავთ ბატონ კობა გამოსავალს ჩვენ ვხედავთ რომ აი ძალიან მძიმეა ემოციები როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი რაში ხედავთ გამოსავალს როცა ადამიანებისგან გვესმის ადგილობრივებისგან რომ არ ჩამოდის ხელისუფლება ვითხოვთ უფრო მეტ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და ასე შემდეგ რა არის თქვენი პასუხი ამ შემთხვევაში აღნიშნულ რაიონში ხელისუფლების არ ყოფნას არ დავეთანხმები, იმიტომ რომ იქ არიან წარმომადგენლები საკმაოდ რთული რეგიონია, საკმაოდ
კონფლიქტის ზონაა და გარკვეულწილად ხელისუფლებას იქ წარმოადგენს ძალოვანი სამინისტრო, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გარკვეულწილად ინფორმირებულობაცაა და ასე შემდეგ და ასე და ამგვარად. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმართ უფრო მეტ ლგოტირებას, ამ საკითხზეც მუშაობს ხელისუფლება და რეალურად ეს მათი პრობლემები ეხლა არ დაწყებულა, ჩემო კარგებო. სარწყავი წყლების უზრუნველყოფის პროგრამას ჩვენ საკმაოდ ბევრი წლის წინ რამოდენიმეჯერ გავეცანით, როდესაც ლენტი გაჭრეს, რომ всё, მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ, მაგრამ საერთო ჯამში ეს მოსახლეობა კვლავ დამოკიდებული იქნება. მაგრამ გავიდა წლები. არა, აღარ არიან ისინი, ვინც ლენტებს წვიმდნენ და დღეს ბევრი წელი გავიდა. მესმის და ამ პასუხისმგებლობიდან არანაირად არ გამოდის და ვერც გამოვალთ ვერც ერთი ჩემო კარგო. საერთო ჯამში საუბარი არის იმაზე, რომ დღეს ისტერიკის პოზიციის გამოხატვიდან ნელ-ნელა გადავიდა სახელმწიფო პრაგმატულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკის განხორციელებაში. რაც გამოიხატება იმაში, რომ ზურგით მოწინააღმდეგესთან და რეალურად ოკუპანტთან არ ზის, იმიტომ რომ ისტორია გვანახებს, რომ დიალოგის გარეშე, ურთიერთობის გარეშე არც ერთი პროგრამა, არც ერთი პრობლემა არ გვარდება და შუამავლების გარეშე, ჩემო კარგო, აქვთ ურთიერთობა. იგივე დაიწყო ფორმატი კარასინი აბაშიძის ფორმატი, რომლის დაწყების დღიდან რეალური შემოფარგვლითი ღონისძიებები აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარ განხორციელებულა. რომ საუბრობთ ჩვენ იმას, რომ აი ბანერები დააყენეს და აღმოაჩინეს თურმე ახლა. ბანერები იქ იყო ინგა ბანერები და ამის გადამოწმების პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ გარკვეულწილად მე მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული სამაჩაბლოში, მთელი ჩემი ნათესავებიც, მეგობრებიც და ასე შემდეგ. ეს ტერიტორია ჩემთვის უცხო არ არის. რაც შეეხება ბანერები იყო, უბრალოდ გარკვეული ჯგუფები ჩადიოდნენ ამ ბანერებს, ზოგჯერ ხილიან კაცებს ახატებდნენ, ზოგჯერ სიტყვებს აწერდნენ ეს და გარკვეულწილად მოხდა ამ ბანერების სახის შეხსნა. ანუ თქვენთვის ეს პრობლემა არ არის? ჩემთვის საერთოდ ქვეყნის ოკუპირება ამ რეალობაზე პრობლემაა, რა თქმა უნდა. ქვეყნის საზღვარი ამ ბევრჯერ გავიგე აქ რომ ირღვევა. ქვეყნის საზღვარი დაირღვა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული საზღვარი დაირღვა და კონკრეტულ ავტონომიებზე ზღუდეები გაჩნდნენ. ეს არის ჩემი პრობლემა და ეს ყველას პრობლემაა. ეს ნუ განვაზოგადებთ, ეს არის იმის პრობლემა, ამის პრობლემა და ასე შემდეგ. უბრალოდ მოგვარების რეცეპტურა არის. ჩვენ ისტერიკით ჩემო კარგო, საომარი რიტორიკით, ზურგით ჯდომით, ქვების როლით, სადამდეც მივედით, რეალურად ვიმკით მოსავალს. სახელმწიფო იმისაა, რომ კონკრეტული რეცეპტურა, კონკრეტული ქმედებების უნდა დადგეს და დღეს სახელმწიფოს აქვს მიზნობრივი მიმართული მოქმედება, რომ საიდან იყო ან გაჟღერებული ის, რომ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ვინმე არ აღიარებს. ან რაზე იყო, რახან ეხლა ზედის ზედ არ გამოჩნდნენ ლიდერები და არ დაიწყეს კამერების წინაშე პოზიორობა, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე და იმაზე პოზიცია არ გამოხატულა. გავეცნოთ, ინფორმაცია არის, გავეცნოთ ამერიკის ელჩის და ასე შემდეგ განცხადებას მაგაზია. მადლობა, გისმენთ ქალბატონო მეგი. ვიცით რა არის, ერთმორწმუნე რუსეთთან ომი გუშინ წინ და დღეს არ დაწყებულა რა 200 წელია რაც ეს ომი მიმდინარეობს. მათ ებრძოდნენ ჩვენი წმინდანები, ილია ჭავჭავაძე ებრძოდა, ამბროსი ხელაია ებრძოდა, კირიონი ებრძოდა და დღესაც ებრძვიან ეროვნული შეგნების მატარებელი ადამიანები. ესე იგი 21 წელი 99 წელი ერთმორწმუნეობას არ შეუშლია ხელი 24 წელი არ შეუშლია 99 წლის 9 აპრილს ხელი ერთმორწმუნეობას იმაში რომ აეჩეხათ გოგო ბიჭები აქ 92 წელი 2008 წელი 56 კი ბატონო ანუ როდის დაიწყო ომი და ვინ დაიწყო ომი შეიძლება საერთოდ აი რაც აქ ხდებოდა წეღან აი ამას პასუხობ რა ის რომ შემოვარდნენ საბჭოთა რუსეთის საბჭოთა საქართველოს დროს 80,000 ადამიანი დახვრიტეს და 40,000 გადაასახლეს. ანუ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როდის დაიწყო ომი, ვინ დაიწყო ომი? ჩვენ მუდმივად ომში ვართ რა რუსეთთან. ჩვენი საქციელით მაშინ მე ხო? 1.80-ს დავამატე. აი როგორ ომში ვართ რუსეთთან?
რას ნიშნავს როგორ როგორ სამამულო ომი გვაქვს ეროვნულ გამანამდე დარჩენილი აი ეს მაინტერესებს რა სახეობის ომს ვაწარმოებთ ყველანაირი სახეობის ომი გამოვიარეთ ყველანაირი ეროვნულ გამანთავისუფლებელი ბრძოლა გვაქვს სამამულო ომი ხო როგორ გვაქვს ფიქრობ ქალბატონო ხათუნა მე რა ვფიქრობ იცი ინგერო ჩემ დაამთავროს მეგი მაბატი არა ჩემო კარგო თქვი არა ხათუნა გისმენთ აი ეხლა რა სახის კარგი შეკითხვა ბევრი სტატუსებშიც დამწერია ეს რომ პრობლემა იცი რაში არის რომ ჩვენ რაღაც მივეჩვიეთ იმას რომ აი ეგ საუბრობდა პუტინთან მიმართებაში და პუტინზე ვლაპარაკობთ ისე თითქოს ეს ცეკას მდივანი იყოს და ისევ საბჭოთა ის რუსეთის პრეზიდენტია ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი ხელისუფლებით, ჩვენი ტერიტორიებით. მე როგორ შეიძლება ვინმესთან მქონდეს პრეტენზია? მე პრეტენზია ერთადერთი რაც შეიძლება მქონდეს ჩემს კონცეფციებთან, ჩემი სახელმწიფოს მართვასთან და ეს იყო მეგი 9 წლის განმავლობაში შეცდომა, რომ ისინი თან ხელისუფლებაში იყვნენ, თან დამოუკიდებელ საქართველოს მართავდნენ და თან აწარმოებდნენ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას. უნდა დავამთავროთ ეს ხალხო, ჩვენ თუ ვომოვთ უნდა ვიომოთ მეზობელ სახელმწიფოსთან. ჩვენ თუ მეგობრობთ, უნდა რას ლაპარაკობთ? ობიექტივი ასავალ-დასავალი ეს პროპაგანდა რომ იგის და ჭყოითის ორგანიზაციას არ აკრძალავს საერთოდ. აი ეს რას ნიშნავს? არ გიყვი მე ჩემ იმას გეუნები. მე უბრალოდ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ, ჩვენ ეხლა აი აქ რო ვხედავთ ეს ადამიანები და თუ ინგამ ჩათვალა, რომ ვინმე ჩვენი აზრი აინტერესებს, ჩვენ უნდა უთხრათ ხელისუფლებას, რომ დადე კონცეფცია დადე ჩვენ დღეს რამეზე შევთანხმდით? ჩვენ მივიღეთ აი ხა იქ იჩხუბეს აქ ჩვენ ვიმშელეთ. გადავწყვიტეთ ბანერი უნდა ჩამოეხსნათ თუ არ ჩამოეხსნათ. ჩვენ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეგ სახელმწიფო უნდა გადავწყვიტოთ. აი პოლიტიკა დავდეთ დღეს აქ ვერ დავდეთ. ჩვენ როგორ უნდა დავდოთ პოლიტიკა ხათუნა რას ველაპარაკობთ? ჩვენ არ კარგად რას რა პოლიტიკა უნდა დავდოთ? აი ეხლა პაატა ერთს ვუპასუხებ რა. კი, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს ეხლა პაატას გიორგის და ჩვენ თქვენი საფერთხლე დადეთ, რომელი ჯვანიას მიშამ ჩაარტყა. ექსპერტი ჩაჩვლა, რატომ გამოუშვით აი ეგ გავარკვიოთ რა? რატო გაამართლა სასამართლო? მე ვილაპარაკოთ აქ თქვენ რა კონცეფცია უნდა და მე რა კონცეფცია ხებიდან უნდა დავოთ აი ეს ამაზე გამეცი კარგი რა და მე ვილაპარაკობ არც მე აგეჩხუბები მე და შენ ვარ სტუმრები და ჩვენ მოვალეობა არის რომ დიალოგის რეჟიმში ადამიანები რომ ვიყურებენ რაღაცა უთხრათ კარგი პაატა დავით აი ძალიან სწორი შეფასება არის რომ კონცეფცია უნდა დაიდოს იმ მიმართულებით რაც ქვია ტერიტორიის მოგვარება პრობლემების გამოსავალს რაში გამოსავალს აი კონცეფციაში ვხედავ იმაში რომ იმ ვარიანტში რომ იყო მუშაობა ბევრი მიმართულებით, როდესაც არ ხდებოდა გათვალისწინება გარკვეული ქმედებების. მე ერთ რაღაცას ვხედავ დღეს, რაც მიდის ძალიან მალე თბილისი აღიარებს სოხუმსაც და ცხინვალსაც. რა ასეთი მიდგომებით, რა მიდგომებისა ჩვენ გვაქვს. იმიტომ რომ იწვია რომ დავიღალეთ, არ გვინდა უკვე ეს ტერიტორიები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაცა ეს იქნებოდა კომპლექსური მიდგომა, ვისაც აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით. თქვენ ნახეთ დასაკეთებენ აფხაზები და ოსები. წლობით ვინც მოყვება ამ თემას და ვინც მუშაობს ამ თემაზე, არ იცვლებიან. ჩვენთან ხელისუფლებები იცვლება. ყოველთვის მოდის ახალი, ყოველთვის იწყებს ახალი ფუძიდან. ხოლმე ჩვენ სულ ერთ და იგივე სპირალში გავდივართ და ისინი მოქმედებენ მიზანმიმართულად 90-იანი წლებიდან მილიმეტრით ვერ წავიწიეთ ჩვენ. მილიმეტრით. ისინი სულ წინ მიდიან, სულ წინ მიდიან. არა, იმიტომ რომ ხალბატონ ხაზმას ვეთანხმები კონცეფციაში ისეთი რომელიც ყველა ხელისუფლება შეიცვლება. ეხლა როგორ არის შეერთებულ შტატებში? იცვლება არჩევნებით? არ ვიცი გიორგი ლაპარაკობ. რო აღარ დაიწვია უჭერ მეთქი მხარს იმ მომენტში ასე დოკუმენტი დაიგოს ხელისუფლების ცვლილება იქნება არ იქნება ერთმანეთ რო არ დავხოცოთ მოდი დაუბრუნდეთ თავიდან და შეკითხვას დაგიხსნით ხათუნა ძალიან მოკლედ რა დრო აღარ ამართ ლეპანერების ჩამოგლეჯვას მიგლეჯვას აი მაინტერესებს ძალიან მარტივად შეხო მეთანხმები რომ კონცეფცია ანუ მთავრობამ უნდა ბანერი რა შეეხება ბანერების დადგმას ბანერი იქ არ უნდა დამდგარიყო საერთოდ მაგამდე არ უნდა მისულიყო ეს სიტუაცია ეს ზოგადად არ უნდა დავეყარა ის ტერიტორია 2000 იმიტომ რომ როდესაც იყო ცარიელი სიტუაციები ეხლა როდესაც ბანერი დღეს მოიხსნა უცებ უნდა დამდგარიყო ბლოკპოსტი რომ ისევ რუსული ბლოკპოსტი არ დადგა რომელიც წამოიწია უკან დღეს რო წამოიწია რომ დროშები რომ მოხსნა არა მე არ მისულა ეხლა არა
ბლოკოსკენ გასული. არა, მაგას კი არ ვლაპარაკობ. რომელ ბლოკოსია? არა, დღეს მე არ მისულა და არც არა, დღეს ერთი მიზეზის გამო რომ არ გავამწოვო პოლიტიკა. ძალიან მარტივია. მე ვთვლი რომ არ უნდა მე არ ერთი მიზეზი. მაგრამ მეორე მომენტი არის ის რომ თუ ეს ნაბიჯი წავიდა და მოხსნა ჟურნალისტებმა, იმიტომ რომ სიჩუმე იყო ხო ხვდებით და ამათმა გამოხატეს თავიანთი ნება, თავიანთი კონსტიტუციური წყობა რომ ტერიტორიაზე გადაადგილდნენ. მადლობა, ბატას არა, ვეღარ მოხდეთ სიტყვას. გიორგის და ოთარ აბესაძეს ვაძლევ სიტყვას. ხაგუნა. ძალიან გთხოვთ რა. ისე ვიგივე. სპეციალურად იყო ეს. არა, ეს სპეციალურად ზაქარიაშვილს უზმენ. სპეცსამსახურების დავალება მგონია. როცა მთავრობას უზმენ, მგონია რომ ერთი სურათია. როცა აქ ხდება ამ ეს ერთი სურათი უყურება. ეგაც საცახა. პატა მისმინე ერთი წამი ახლა ერთი წამი გენეთვალის ჩემი თავი ერთი წამი. მთელი საღამოა ვისმენ. პატა ზაქარიაშვილი მე არ გამიცნია დღეს და გუშინ მისი განცხადებებით. 92 წლიდან ჩემო კარგო, პატა ზაქარიაშვილი იყო ადამიანი აფხაზეთის კონფლიქტის დროს, რომელსაც ჰქონდა უდიდესი დამსახურება ჩვენი დაღუპული ბიჭების გამოყვანაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მე მას იმას ნაღდათ ვერ მივიღებ ამას. ეს არ დაუკარგავ, მაგრამ დღეს ამ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია. ძალიან მარტივად დრო მაქვს და ამ ადამიანს დავაცადოთ მე გავაკეთე. ჩვენ დრო აღარ გვექნება გიორგი ახმედიანს ვაძლევ სიტყვას და ოთარ აბესაძეს. რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი და მე არ ვისაუბრებთ რომ რაღაცა ზოგადი ვიღაცამ უნდა მოიფიქროს ვიღაც ჭკვიანმა ადამიანებმა რაღაცა კონცეფცია თუნდაც რაღაც სტრატეგია და ასე შემდეგ. ეს ხელის გულზე დევს რა არის გასაკეთებელი. ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც დაიგრა საბჭოთა კავშირი, ვართ გინდათ ომი დავარქვათ ამას რუსეთთან, გინდათ უმძიმესი კონფრონტაციული მდგომარეობა, დაპირისპირება, ყველანაირი საშინელება, რაც გვჭირს 25 წელია. ამ კონფრონტაციაში, ამ ომში, ამ დაპირისპირებაში დაზარალდა მხოლოდ საქართველო. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ დავკარგეთ ტერიტორიები. ეს იყო 90-ში დავკარგეთ ცხინვალი, 94-ში აფხაზეთი, 98-ში გალი, 2004-ში დავკარგეთ წდომა ცხინვალი სოფლებთან უკაცრავად 2008-ში დავკარგეთ ახალგორი და ცხინვალი, მაბატიეთ კოდორი, შესაბამისად 2012 წლიდან აგერ კარგავთ 10 ჰექტარს ყოველ თვეში და თვენახევარში ერთხელ და პროცესი არ მთავრდება. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მივხვდეთ რომ ძირეულად შესაძლებელი არის პოლიტიკა და მიდგომა რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დედამიწის ზურგზე, ყველა პოლიტიკური ძალის მიერ, ხელისუფლების, ოპოზიციის, საზოგადოების და არასამთავრობოების რომ ეს კონფრონტაციული რეჟიმი გადავიდეს დიალოგის რეჟიმში. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს გამო არავინ არ მიდის საომრად, საჩხურად და ცხვირის მოსამტრევად რუსეთთან. ფაქტია, ყველა გვეუბნება, თქვენ მოაგვარეთ ეს საკითხი და ერთი ერთზე ვართ. ეს არის ვითარება, როდესაც მუშტების ბრახუნის მაგნად უნდა ჭკუა ვიხმაროთ და დიპლომატიის მაქსიმალური უნარი გამოვიყენოთ. ეხლა რაც შეეხება ისმის ძალიან კონკრეტული კითხვა. იძლევა კი შედეგს რაღაცა კონკრეტული თუნდაც დიალოგის ფორმატი. აი ძალიან ხშირად ისმის იძლევა შედეგს, მაგალითად ნინო ბურჯანაძე, რომელიც მოსკოვში წავიდა მოლაპარაკებებზე, თქვენი ლიდერია იგი, ხო? დიდი მადლობა. რა შედეგს იცლება, რა შედეგით დაბრუნდა? უღრმესი მადლობა. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 2 დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველას კარგად გვესმის და ამაზე ეს იყო გაცხადებული, იმისათვის რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების რეალური დიალოგის წინაპირობები შეიქმნას. და მიუხედავად ამისა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოპოზიციონერი ლიდერი, ამ შემთხვევაში მოხერხდა კონკრეტული შეთანხმების მიღწევა, ამ შემთხვევაში საუბარი არის დაახლოებით 800.000 ქართველისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე, ის 800.000 ქართველი 400.000 ქართველს არჩენს, 400.000 გუჯახს არჩენს საქართველოში. უკაც ძალიან გთხოვთ რა, კონკრეტულ ქალაქზე არ მაქვს. აღარ ვიდაოთ, ხო, დრო აღარ მაქვს. საუბარი რეალურად ძალიან ორი კაცი ცხოვრობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის შემსუბუქება და იმ პროდუქციის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანის საშუალება ძალიან დიდი რაოდენობით. ეს არის ის თემები, რომელზეც ღიად გათხარდა და მე მადლობა მინდა უთხრა ხელისუფლებას, რომ ეს თემები არ დამალა, ღიად გამოაცხადა დღეს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე იდგმება და რუსეთი ამ პირობას უკვე ასრულებს. ძალიან კარგი. მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი კონკრეტული თემა, რომელზეც იყო საუბარი, რომელზეც მზაობა არსებობს მოლაპარაკების თვალსაჩინო რუსეთის მხრიდან და ჩვენ ველოდებით ხელისუფლების შემოხმიანებას, რომ გავაცნოთ რა თემებზე არის სალაპარაკო რეჟიმი, სასწრაფოდ დასაწყები. არ გვეტყვით, არ წამოხვალთ მოლაპარაკებებზე, ჩვენ ვიტყვით თუ რა შანსებს კარგავთ. მადლობა. დავაზარალეთ ქვეყანას. ჩვენ ვართ ამისათვის და მთელი ქვეყანა უნდა იყოს დიდი მადლობა, ოთარ დაასრულეთ. მე მინდა რომ თხოვნით მიმართო აქ ყოფილთა ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს. ნუ მივცემთ იმას საშუალებას და რესურსს, რომ ჩემ თაობას დარჩეს უფრო მძიმე სიტუაცია, რაც დღეს არის კონფლიქტების მხრივ დღეს საქართველოში.
დღევანდელი მოცემული დაპირისპირებები უფრო ჯობია რომ წავიყვანოთ მორიგების კერო ჩემმა თავბამ და ასე შემდეგ რომ ეს პრობლემები მიიღოს და მოაგვაროს მარტივად ვიდრე არის დღეს ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე ქალბატონი ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა რესურსების გაერთიანება ეს ერთი გვაქვს სამშობლო და ამისთვის რომ ჩვენი რესურსების გაერთიანება მოხდეს სახელმწიფოებრიობის აზროვნებას ვლაპარაკობთ დღეს მთელი დღე იმიტომ რომ თუნდაც ნინო ბურჯანაძის ქმედება რაც იქ დაუშვათ გამოადგება სახელმწიფოს ნაციონალური მოძრაობისგან გაკეთებული რაღაც განცხადებები ან ქმედებები ევროპარლამენტში და ასე შემდეგ რომ გამოიყენოს პირობითად გამოიყენოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ მივაღწიოთ ამ საყოველთაო ერთობას ეს იქნება მისაბაძი ყველასთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ის დავიწყე საუბარს დავასრულებ იმით სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა წარმოქმნის სახელმწიფოს სიძლიერეს შეცადეთ ჩემი პრინციპული პოზიცია და ზოგადად მნიშვნელოვანია რომ ყველა ინდივიდმა ეს გაითავისოს ჩემთვის სახელმწიფო ინტერესი არის ნომერ პირველი ძალიან დიდი ბოდიში ქალწკან გოგონას ვერ უპასუხე მე ჟურნალისტი არზის აქ და აღარ მინდა უბრალოდ მარტივი რეპლიკით ანუ რომ როდესაც ხდება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება თუნდაც ინდივიდუალური მესმის რომ წამოსულია ძალიან ისეთი ემოციური ფონიდან მაგრამ ყველა სახელმწიფოს ყავს თავისი სამსახური რომელიც აკეთებს სტრატეგიას და მუშაობენ პრობლემურ ადამიანებთან, ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ნუ შეუშლით ამ ადამიანებს, მე არ ვარ პროფესიონალი. არა, სხვა რამე ჟურნალისტები, რომლებიც ჩადიან და თავის მოქალაქეობრივ პოზიციას იქ აფიქსირებენ, აპროტესტებენ, რომელიც არის ისეთი პრობლემურ რეგიონში და ადგილზე, რამაც შეიძლება რაღაცეები გაამწვავოს, რაც იგივე მოხდა, რაც ბევრჯერ ვახსენე უკვე ანდრობანოვის შემთხვევაში, იმ ზონის შემთხვევაში და ასე შემდეგ. უხერხულობის შექმნა უკვე აღარ არის დრო. მოლაპარაკების და რეალური საქმის დრო. დიდი მადლობა. გადავდგამთ ნაბის რომ ჩვენი პროტესტი ზეგლებთან ბრძოლა დასრულდა ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. კარგით. რა გინდა? ერთი სიტყვა თქვენ. ერთი სიტყვა მინდა ვთქვა რა. ერთი ყველა პოლიტიკური სპექტრი უნდა დაირაზმოს. წავიდეს ყველა აი იქ სადაც ეს პრობლემა აქვს მოსახლეობას და ავაღებინოთ მოსავალი ყველამ ერთად. პირველი წავალ მე. რა ისე კარგად შეგვიშვი. რა თქმა უნდა. წავალ და მოსავალ აღებინე. მე 3 თვე ცხოვრობდი. მე აფშიდად მანში ინგა დავაკრეფინე. უბრალოდ ჩემ თავზე არ და რო დამთავრდება ეს მე მოგიყარდი რა. კარგი. მე ცხოვრობდი. ეს პრობლემა მოვაგვარდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კობალაძე დაასრულებს რა ხათუნი. ჩემო ბატონებო. დრო აღარ მაქვს ხალხო ერთი წამი მაქვს. უნდა ვცეთ პატივი სახელმწიფოს ინსტიტუტებს. ის რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ ეს არის შეურაცხყოფა არაც მარტო ცალკეული პოლიციელის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. დიდი მადლობა. კარგი. ამნისტირებული პატიმრები აიგარი უბედური. კარგით, არ გადავიდეთ სხვა თემებზე. ძალიან გხოთ, უნდა სიტუაციაში ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, თორემ მართლაც მოხდება ისა, რომ დავკარგოთ. ისაც დღეს ამ სტუდიაში ხდებოდა, ძალიან სერიოზულად სევდიანი ამბავია. თქვენ როცა ამბობთ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანი, ეს ყველაფერი რაც ამ სტუდიაში ხდებოდა, ამ ერთიანობას უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და დაასრულებ მხოლოდ ერთი სიტყვით ხათუნა. რაღაცის თქმა გინდოდა. მეორეჯერ არ გაბედო ზვაჟვანი ეს სახელის და გვარის ხსენება. ძალიან როგორ ეკადრება ხათუნა, შენი ვაჭრეთ 8 წელი, შენ ვაჭრობდი ჟვანიას თემით, შენ ვაჭრობდი მუდმივად ყველა ეტაპი, ყველა გაზეთში, შენ ვაჭრობდი და გოგლა ჟვანია ვერ გამოვიდა იმის ჭრილიდან თელი ხარბა, დამალული როი. გასაგებია? არ ვაჭრობ, ჩაჩუა რატო გააღვინდა? არ გვინდა. რატო გამართლა? კარგით, მე გიხარ, რატო გაბედო და არა დადეთ ის რო ჩაარტყა მიშა. კარგი. დადეთ საფერფლე. დაამთავრეთ ვაჭრობაში. და გუმაცია გააკეთეთ გვამთავრეთ. გააკეთეთ გვამი. დიდი მადლობა. ძალიან რთული ეთერი აღმოჩნდა. სეზონის ბოლო რეაქცია. დასმული იყო ასეთი შეკითხვა, გჯერათ თუ არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების 10000-ზე მეტი ზარი არის შემოსული. აქედან 2067 ამბობს, რომ მას ჯერათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების 7297 კი სამწუხაროდ ამბობს, რომ არა. ჩვენ ვებშიდობებით ერთმანეთს, მადლობა რომ გაგვიძელით მთელი წლის განმავლობაში, ერთმანეთს შევხვდებით უკვე სექტემბრიდან კვირის მთავარი თემებით, ისევ პარასკევს, ისევ საღამოს 10 საათზე და გაძლევთ პირობას სექტემბრიდან რეაქცია სრულად განახლებული და ძალიან საინტერესო დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის.